საღამშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. წერილი ევროპიდან. რეკომენდაციები, რომელიც უნდა შესრულდეს თუ გვინდა რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ საკითხი დღის წესრიგში არ დადგეს. ევროკომისიის მიერ მაკა ბოჭორიშვილისთვის გამოგზავნილი წერილი ფაქტობრივად იმეორებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც თავის დროზე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების ანგარიშში აისახა. ამ წერილშიც ძირითადად საუბარია ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებასა და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე. ერთი განსხვავებით, საქართველოს მთავრობას ამ რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამოქმედება მექანიზმი, რომლითაც ქართველი ხალხი იმ სიკეთეს დაკარგავს, რაც 2017 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ევროკავშირის ლიდერების მიმართ არც რიტორიკას სulis და არც დამოკიდებულებას, რთულია რაიმე სასიკეთო შემოbrunებაზე იფიქრო, თუმცა აგვისტოს ბოლოს ამომრჩევლის წინას აარჩევნოთ. ამომრჩევლის გულის მოგების ან პოლიტიკური ფულების დაწერის მიზნით შესაძლოა რაიმე კომპრომისზეც იფიქრონ, მით უფრო რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ არც გუშინ ევროკავშირის ქვეყნების მინისტერიალზე და არც ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ წერილში არაფერია ნათქვამი. თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია ფედერალისტების ლიდერია ჩვენთან ერთად. თამარ, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა ინტერესისთვის, მოგესალმებით. სხვა შორის სწორედ ამ წერილით მინდა დავიწყო საუბარი. სხვა შორის არსებობდა ოპოზიციის ნაწილში მოლოდინი, რომ ეს წერილი გაცილებით უფრო გადაწყვეტილება იქნებოდა, გაცილებით უფრო მკაცრი. ნუ ყოველ შემთხვევაში წერილში მაინც მოთხოვნები იქნებოდა, ასე ვთქვათ, იმ ენით აღწერილი, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, უფრო კატეგორიულით ამას გულისხმობ. ცოტა იმედგაცრუებულებიც დარჩნენ, რომ ასეთი კატეგორიულობა ამ წერილს აკლია. თქვენ თქვენ ხომ არ გქონდათ ასეთი მოლოდინი? არა, რასაკვირველია არ მქონდა ესეთი მოლოდინი. ჩემი მოლოდინი ძალიან მკაფიოდ აღწერე ფორმულაში, TV ფორმულაში ვიყავი ზუსტად წინა დღეს და იგი ის მოხდა, რასაც ველოდი, იმიტომ რომ ტარგეტირებული სანქციები რომ მიიღონ, ამისთვის მათ ჭირდებათ კონსენსუსი და ამისთვის ჭირდებათ მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი მოკავშირის ორბანის თანხმობა. არ ვიცი ორბანს რაში გაუცვლიან ამ ყველაფერს, გაუცვლიან თუ არა საერთოდ, მაგრამ თუ სანამ ტარგეტირებული სანქციებს ბლოკავს ორბანი, მანამდე სხვა ზომების განხილვა ხდება, რომელსაც არ ჭირდება კონსენსუსი, რომელსაც უბრალოდ 2/3-ის არც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას არ ჭირდება. ამიტომ ავტომატურად ეს მოხდება და ამას გარდა ისედაც ხალხო ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ რუსებს არ გააჩნიათ უვიზო მიმოსვლა ევროპაში. და შენ თუ ყავს რუსი მთავრობა, რომელიც დასავლეთს ემტერება და რუსეთის მოკავშირეებს, უვიზო რეჟიმს უწესებს, პანაშვიდებზე დარბის, მათთან რაღაცა ხელშეკრულებებს აფორმებს და მათთან ურთიერთობების დაახლოვებაზე საუბრობს, შენ ავტომატურად გაგიუქმდება. ეს მთავრობა ხომ აცნობიერებს და ანგარიშს უწევს მთავარს, რომ ამ მთავრობას ყავს მოსახლეობა, რომლის უდიდესი უმრავლესობის არჩევანი არის სწორედ ევროპაში ინტეგრაცია. ეს მთავრობა ხო რაციონალური აღარ არის. ეს მთავრობა რეალურად ხო რაციონალური აღარ არიან. არ არიან, არც სათავისოთ არიან, საქმეც მაგაშია რაციონალურები. მე ძალაუფლებაში დიდხანს ყოფნა და პერსონალურ ლოიალურობაზე აგებული სისტემა ბოლოს ესე იშლება და ესეთი სიგიჟე ემართება, რაც ემართება ახლა ბიძინა ივანიშვილის სისტემას, როცა ერთმანეთს არიან გადაკიდებულები, როდესაც ერთმანეთს უშვებენ და საკუთარ აგენტებს ამხელენ და თავიანთ კორუფციაში შემჩნეულ ყოფილ თანაგუნდელებზე ლაპარაკობენ, რომლებიც მათ კრიტიკოსებს ულიკავს რაღაც კოშმარულ ამბებს შიგნით მიმდინარე კორუფციულ გამოძიებებზე და ურთიერთ პრეტენზიებზე და ასე შემდეგ, ხო? ანუ რაციონალურია. ყველა ლიდერი რო ციხეში ზის, ეგ რაციონალურია? არა, რა თქმა უნდა, ეს არ არის. ანუ რატომ მაშინ არ ჩასვეს ყველა ლიდერი ციხეში, როცა ძლიერების პიკში იყვნენ? ანუ კუთხეში მიმწყდაულები ამ არის. ლიდერების ციხეში ჩასმით არ არსებობდა მათთვის რისკი, რომ ისინი სულ ცოტა თავისი ამომრჩევლის ლოიალობას დაკარგავდნენ. ანუ მოდი ემა დაფიქრდი, აბა მოდი დავფიქრდეთ. ქართული ოცნება ყველაზე ძლიერი როდის იყო? რა ვიცი 2012 წლის შემდეგ რატო ყველა ლიდერი მაშინ არ დაიჭირა? რატო არ დაიჭირა ყველა ლიდერი მაშინ?
ხო სამართლიანობის აღდგენას პირდებოდა. იმიტომ რომ იცოდა რომ ეს კოაბიტაციის პოლიტიკას აკეთებდა როგორც გახსოვს რატო აკეთებდა ამას? იმიტომ რომ დასავლეთს ანგარიშს უწევდა, ხო? იმიტომ რომ მაშინ იყო რაციონალური. მაშინ რეალურად იყო ძლიერი და არ სჭირდებოდა ამ სიგიჟების ჩადენა. ეხლა არის ძალაუფლების მოლოდინი რომ წავა ყველაფერზე, ანუ იმ ორი კანონით უკანაც არ დაიხეს, ოღონდ კი შეინარჩუნეს ვიზა ლიბერალიზაცია. მე ერთადერთი რაც არაფერს არ ველოდები, საერთოდ არც იმათ პასუხს ველოდები, არც იმათ კომპრომისს ველოდები, ერთადერთი რასაც ველოდები რეჟიმის ჩამონგრევას და ახალ თავისუფალ არჩევნებს. და ამას ვაკეთებთ. კი არ ველოდებით, მაგას ვაკეთებთ. შევთანხმდით რა პარტია შეთანხმებულ კამპანიაზე ბოიკოტის უკვე დაწყებული გვაქვს, ხო? ბოიკოტეს რა შემთხვევაში, ანუ არ აღიარების, ანუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარმატებული იყო რეჟიმის იზოლაციის კამპანია. დღეს რაც ოცნებაში ხდება ერთმანეთს რო გადაკიდებულები არიან და მარტი მომრავლებად იშლებიან. ეს არის ქართველი ხალხის ჩვენი და დასავლეთის დამსახურება და იმ პოლიტიკის დამსახურება, იზოლაციის პოლიტიკის და ოცნების მარტო დატოვების პოლიტიკის, რასაც ვაწარმოებით, იგივე პოლიტიკა უნდა გავაგრძელოთ. საბედნიეროდ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არის საღჭკუაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ერთმანეთს უამრავ რამეში არ ვეთანხმებოდეთ და არ მოგწონდეს ერთმანეთი, ამ კონკრეტულ გზას ვეთანხმებით ყველანი, ამ გზაზე კოორდინაციას გავწევთ, ისე ფედერალისტების ამოცანა იქნება, რომ ფედერალისტები რას ვპირდებით საქართველოს მოსახლეობას თავისუფალი არჩევნების შემთხვევაში, ამაზე ვესაუბროთ, რომ ალტერნატივა რაში ნარსის იქნება და ცვლილება რას მოუტანს ადამიანებმა გაიგოს. ეს თემა რომ შევაჯამოთ, არანაირი კომპრომისის იმედი ქართული ოცნების მხრიდან თუნდაც პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ქულების დაწერის მომისმინე, მე არ მაქვს ეს მონის მენტალიტეტი, რომ ველოდებოდა ვიღაც ველური კომპრომისს დაუშვებს თუ არ დაუშვებს. ანუ მე მათზე საერთოდ არ ვფიქრობ. მე მაქვს ჩემი ამოცანა და ჩემი ამოცანა არის რეჟიმის დემონტაჟი, იმიტომ რომ ამ რეჟიმის პირობებში რომელიც თვისებრივად გამორიცხავს ეს რეჟიმი საქართველოს დამოუკიდებლობას. საქართველოს რომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს ამისთვის მას სჭირდება ძლიერი პარტნიორები თავისუფალ სამყაროში. და შეუძლებელია საქართველოს დამოუკიდებლობა გადარჩეს, ან საქართველოს ევროინტეგრაცია გადარჩეს, ან ქართველების კეთილდღეობა გადარჩეს, ან სისტემური სიღარიბე დავძლიოთ, ან სისტემური უკვე სისტემურად ქცეული ნარკომანია დავძლიოთ, ან სისტემური გაუნათლებლობა დავძლიოთ, თუ რეჟიმს არ გამოცვლით და ამაზე კონსენსუსის გაფართოებაა ჩემი ამოცანა. ჩემი ამოცანა არ არის ვიფიქრო ბიძინა რასიზმს. შესაბამისად, არც ახალი არჩევნების, აი არ ვიცი, რაიმე შიდა თუ გარე ძალისხმევით ახალი არჩევნების მოლოდინიც არ გაქვს, სანამ ქართული ოცნება არ მომისმინე იმ თავიდან მაგას ვიძახი, რომ ამ რეჟიმის ჩატარებულ არჩევნებს არც მივიღებ. ანუ ეს რეჟიმი უნდა დამარცხდეს არჩევნებამდე. ეს რეჟიმი ბიძინა უნდა გამოვიდეს ხაზზე, ითხოვოს უსაფრთხო გამოსავალი სიტუაციიდან, დაგველაპარაკოს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც რეჟიმი უკვე წაგებული იქნება, მას შემდეგ ჩავატარებ თავისუფალ არჩევნებს და სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს ამ არჩევნებს ტრანზიციის პერიოდში. აი ეს იქნება, მეტი არაფერი არ მოხდება. და მასთან ერთად გადაირეცხება ყველა კოლაბორანტი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობით რეალურად თავისი ხელიდან მეორეს უთქვას უხსნის რეჟიმს. ანუ გულისხმობთ ლელოს და გახარიას პარტიას. მამუკა ხაზარაძის განცხადება იყო, რომელიც გამოეხმაურა მე მგონი სწორედ არა, გამოეხმაურა მემორანდუმს, რომელიც გაფორმდა მასსა და გახარიას პარტიას შორის და აი მიუხედავად მიმდინარე მოვლენებისა, იმ რეაქციისა, რაც მოყვა ამ თანამშრომლობას ოპოზიციის ბოიკოტის მომხრე ოპოზიციის მხრიდან, ის ამბობს, რომ არ უნდა გამოვაცალოთ ქართულ ხალხს ხელიდან ბერკეტი ბოიკოტი კი სწორედ ქართული ოცნების, ანუ რუსული ძალის ჩაბეტონებას შეუწყობს. ემა, წავიკითხე, საცოდავი განცხადება. ეს რა ქვია, ემა, ჩვენ ვართ ფასეულობების ბრძოლაში. ერთ მხარეს რესპუბლიკანიზმია, ანუ ადამიანის უფლებებზე დამყარებული დემოკრატიული წყობა, შეკავების და გაწონასწორების მექანიზმებზე, სადაც არც ერთ პიროვნებას არ აქვს იმხელა ძალაუფლება, რომ დამანგრეველი ზიანი მოიტანოს და ხაზარაძე რომელმაც ჭკუა ვერ ისწავლა, აი 26 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე, რაც მის თავს ხდებოდა, 190,000 ხმარო აიღო და 1% ქუჩაში ვერ გამოიყვანა, მიზეზებზე არ დაფიქრდა, ვერ მიხვდა ეს რატო ხდება, ვერ მიხვდა, რომ ნაყიდ ხმებს ძალა არ აქვს და არაფერში არ გამოგადგება, თუ საბრძოლველი შეიქმნა. ის არის ოლიგარქი. ის არის ბიძინას კარიკატურა. ერთადერთი რის გამოც ლელო შედის ახლა არჩევნებში, არის რომ ხაზარაძეს უნდა.
მეტი ლელოში ეს არავის არ უნდა. ხო, მაგრამ ეს ოპტიმისტურად არის განწყობილი არანაირ ოპტიმისტურად არ არის განწყობილი, იხტიბარს არიტეხს უბრალოდ და ახირება მიშა რატო იყო ოპტიმისტურად განწყობილი საქართველოში რო ჩამოდიოდა. იმიტომ რომ სრულიად არასწორი, არაადეკვატური მოლოდინი ქონდა. არა, თვითონ გაუჩნდა ეს მოლოდინი თუ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ემა, ნუმა დამაცადე ლაპარაკი თუ შეიძლება. არა, ემა, თვითონ თავისი არავინ არ დაგარწმუნებს, თუ შენ თვითონ არ უკვეთავ მაგ დარწმუნებას. ჩვენც გყავდით გვერდზე მიშა სააკაშვილს და რო ვეუბნებოდით თბილისში თუ ჩამოხვალ დაგიჭერენ და ციხისთვის უნდა იყო მზად, იმიტომ რომ არ არსებობს ის 100,000 კაცი, რომელიც შენ გაგათავისუფლებს მეთქი. იდგა და მეუბნებოდა, რა სისულელეა შენ ჩემი ქშურსო, იმიტომ რომ მეო ხალხს უყვარვარო და შენი ქმარი ეზიზღებაო. ანუ თვითონ უარყოფდა რეალობა. ზუსტად ისე როგორც ახლა არავისი ბრალი არ არის, რაც ხაზარაძის თავს ხდება, გარდა ხაზარაძისა. ხაზარაძე უარყოფს რეალობას. ხაზარაძე იმდენად გახარბებულია, რომ დამარცხებულებში რაღაცა სტატუსი მოიპოვოს და თავარი აი პერსონალურ გამორჩენას, აი ვიღაცამ უფროსად აღიაროს, ეგ მოთხოვნილება აქვს, რომ სადღაც იყოს უფროსი. ეგ არ მაგას ითხოვდა ჩემი პარლამენტი მინდოდა და ამაზე უარს რატო მეუნებით. სალომე ზურაბიშვილის პარლამენტის იდეაზე საუბრობთ. დეკორაციათ უნდა ყველაფერი ჩვეულებრივი ოლიგარქია თავისი ახირების გარდა საუბრობს ალტერნატიულ მინისტრთა კაბინეტზე, ხომ? აი ბოლო განცხადებაში, რომელმაც შემდეგ ვერ გავიგე რა კავშირშია ამასთან. ანუ თუ რაღაც ალტერნატივაზე ვსაუბრობთ ხელისუფლების არსებული ხელისუფლების ალტერნატივასთან პლატფორმაში ვიყავით და ამ კითხვასთან რა კავშირშია ეხლა მე რასაც ლაპარაკობდი კი მაგრამ რა შუაში ფარგლებში არ საუბრობდა ხაზარაძე არაფერ პლატფორმის ფარგლებში არ საუბრობდა ხაზარაძე 31 მარტის შემდეგ როდესაც ეს პლატფორმა მოყალიბდა მელოსთან ერთად ხოლმე სახალხო პარლამენტს ანუ მე როგორც მახსოვს დავაზუსტებთ ამოთ მე როგორც მახსოვს როდესაც სახალხო პარლამენტის იდეა ქონდა ხაზარაძეს საუბრობდა ალტერნატიული რაღაცა სამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებაზე სწორედ წინააღმდეგ სათამაშო პარლამენტი უნდა არაფერ შუაში არ არის რა წინააღმდეგ სალომეს გამოყენება უნდა და დეკორაციათ რომ თავისი რაღაცა ყუთლუასლანის კარავი გაეკეთებინა და შიგნით ეგრძნო თავი უფროსად და სალომე უნდა და რაღაც ხარზე დეკორაციათ მეტი არაფერ შუაში არ არის პრეზიდენტის პლატფორმა მაგ გიჟურ იდეასთან საერთოდ არანაირ კავშირში პრეზიდენტის პლატფორმა შეიქმნა როგორც გაშლილი და გაფართოებადი სივრცე იმისთვის რომ ერთი მხრივ პრეზიდენტის ქარტიის შესახებ თქვათ ცნობიერება აგვემაღლებინა და ხალხს გასჩენოდა მოლოდინი რომ აი ესენი რომ მოვლენ ამაზე შეთანხმებულები არიან და ამას გააკეთებენ სამართლიანი სასამართლო იქნება უსაფრთხოებას ასე უზრუნველყოფენ ისა და ამის მიღმა აი ამ წინააღმდეგობის პროცესში რაზეც ვთანხმდებოდით იმაზე შევთანხმებულიყავით და გარდა იმისა რომ წიხლები ურტყა სალომე ზურაბიშვილის პლატფორმას და რაღაცებს იტყუებოდა რომ იქ მარტო ჩვენ ვართ კოალიცია და სხვა არავინ არ არის უდიდესი ტყუილი თავის კოალიცია ყველაზე პირველი დაიშალა ხაზარაძის კოალიცია დაიშალა პირველი და არ არსებობდა საერთოდ და მოედანი საერთოდ ცალკე იყო იმ პლატფორმაში ამის გარდა სხვა კოალიციებიდანაც იყო ხალხი ანუ ელენე იყო დროადან გირჩი იყო ელენე იყო გირჩი იყო ასევე აი მახლის კოალიციიდან ევსაკები და ის იყვნენ რა ქვია სტრატეგია იყო ნაცების კოალიციიდან ყველაფერს იტყუებოდა თავის თავზე რაღაცა რეალობებს იგონებდა ხალხს ატყუებდა ჩვეულებრივად უბრალოდ იმიტომ რომ მის გარშემო რაღაც შემოეშენებინა და ამას ხედავს აი ამ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარს ხედავს იმათ რომ თვითონ გახდეს მთავარი ოპოზიცია როგორი მდგომარეობა იცით ეხლა რომ ჩვენ ჩაინიშნოს ანუ რეჟიმი მოვარყიოთ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს ხაზარაძე შედის თანასწორად დანარჩენ ძალებთან ერთად, იმიტომ რომ სპექტრი დაიყო 4 თანაზომად ძალად, ხო, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში შევიდა. ეს არ უნდა, თანასწორობა არ უნდა. უნდა რომ თვითონ იყოს უფროსი და ამ თუ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარს ჩაუფენს და მაგით გაივლის, შანსი აქვს რომ თვითონ იყოს მთავარი. გახარიასთან გაერთიანებას, სალომე ზურაბიშვილის ეგიდით, რატო არ დათანხმდა? იმიტომ რომ გახარი არ დათანხმდა გაწევას, ანუ პარტიის hostile takeovers არ დათანხმდა. ხაზარაძე მეტი არაფერი არ არის. 90-იან წლებში როგორც ითრევდნენ ბიზნესებს, აი ისე ხედავს პარტიის ლიდერობასაც. ხაზარაძის გახარიას პარტიის დათრევა უნდა და შენ გაიწიე პარტია მომეციორი რა მაგრამ ხომ შეთანხმდნენ გარკვეული ტიპის პარტიის გაიქცა თავშესაფარსეძებს. ის ევროპა მე ბრუსელში უფრო გამოვადგენ მაგ ქვეყანასა და არა გახარიამ თქვა რომ მზად ვარ რომ ოცნებას არ ჩავბარდეო. აუ ძა მაგარია მზად ვარ გავიქცე. მზად ვარ გავიქცე ქვეყნიდან. მე მზად ვარ მოვკურცხლო მიდან რა ქვია ბრძოლის ველიდან. მადლობა გიორგი რომ მზად ხარ რომ მოკურცხლო ბრძოლის ველიდან. ანუ ეს რაღაცა სასაცილოური ვიქნებიო. იბრძოლებო აი შენ ჭირიმეს ხო ხა გაქცეულების მეტი და იქიდან ტრაბახის მეტი რა მინახავს.
ანუ თქვენ თვლით რომ რეალურად ეს მემორანდუმი დგას იმაზე რომ გახარიამ დაუტოვა საკუთარი პარტია ხაზარაძეს და ამ შემთხვევაში ხაზარაძე დააფინანსებს მაგის ხალხს ახლა იმ ხალხს მონაწილეობა უნდა ხო არჩევნებში ფული არ აქვს ტელევიზია არ აქვს და დაუტოვ თვითონ რომ არ არის დაუტოვა ხაზარაძეს და ხაზარაძეს ბედნიერია რომ ჩაიგდო ხელში გახარიას პარტია ანუ სასაცილოა კომედიაა ხალხო რაც ხდება და შეუძლებელია პროცესის ლოგიკა ისა გადარეცხავს მაგათ ანუ შეიძლება გონს მოვიდნენ და რაღაც მომენტში დაალაგდნენ და ჩვენი ამოცანაც ეგ არის რომ ჩანდეს რომ მარტოა ბიძინა ივანიშვილი აი ამ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარში იზოლირებულია და რეგიონებში ადამიანებს ეს ჯერ კიდევ სივრცე იმისა რომ ეს შანსი არ არსებობს მაშინ მაგას ავაკრავთ უბრალოდ ბიძინას და ისე ჩაირეცხება ანუ ხაზარაძესთანაც ერთადაც მარტო იქნება ხაზარაძესთან ერთადაც მარტო იქნება ბიძინა ეს იქნება ჩვენი ამოცანა და ამას უზრუნველყოფთ აუცილებლად თუმცა ხო ნახეთ რომ უკვე დაიწყეს ფიქრი ვინ შეიძლება იყოს მერობის კანდიდატი დაიწყეს საუბარი ნეიტრალურ კანდიდატ ერთ-ერთი ვერსია შეიძლება ალეკო ელისაშვილი იყოს მერობის კანდიდატი ნეტა ეგ იყოს ყველაფერი კომიკური იქნება რასაც ეგენ იზავენ ანუ ნორმალური ღირსეული ადამიანი მაგათ მერობის კანდიდატობას არ დათანხმდება არ დათანხმდება რატომ ალეკო იმიტომ რომ სხვა უნდათ სალომე ზურაბიშვილი უნდათ ხო არა უსინდისოთ ექცეოდნენ სალომე ზურაბიშვილს ძალიან კაფიო პასუხი ჰქონდა ამ ყველაფერზე ნათქვამი რომ არჩევნებს საერთოდ არ განიხილავს, არ არსებობს არჩევნებიო იძახის და იდგნენ და მაგას უბაზრებდნენ. ანუ შიდა განხილვის დროს სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა კაფიო პასუხი ნათქვამი და გამოდიოდა საჯაროდ არაერთხელ ჰქონდა. ანუ როდესაც ჩვენ ვიჯექით სალომე ზურაბიშვილთან, სადაც ის შემოვიდა და შეხვედრა დაიწყო 5 ივნისის მისი განცხადებით, სადაც იძახის დაყენდითო თქვენო და რა არჩევნებზე ლაპარაკობთ, საერთოდ სასამართლო არ არსებობს, მედია არ არსებობს, ეს არ არსებობს და მაგ დროს გარეთ კუპრავა იდგა თუ კუპრაძე თუ რაგვარია ის არა იმისი ხაზარაძის და ხალხს ეუბნებოდა სალომე იქნებაო ჩვენი კანდიდატიო. ანუ იმ შეხვედრიდან სალომე ზურაბიშვილი სადაც აი ამას კითხულობდა ხალხი გამოვიდა კიდე იმ განცდით რომ იმიტომ რომ კუპრაძე უბაზრებდა ამას ანუ სალომესაც აზიანებდნენ მის რეპუტაციას ლახავდნენ ამას გარდა ხალი გამოვიდა და მოწყალე ჟესტს უკეთებს მაგათ იმიტომ რომ გულწრფელად მოწადინებულია ის ადამიანი რომ არ დაიკარგოს ეს ერთიანობა და არ გახდეს ხაზარაძე ჩასარიცხი და საბოლოო ჯამში შემოვიდეს ამ ემაში რა ქვია და ამიტომ ჟესტს უკეთებს რომ არ არწყამს ბოლომდე თავში და ეუბნება რომ ისიც არასტორია ესეც არასტორია ამ მოწყალე ჟესტს უკეთებს და რას აკეთებენ იცი როგორც მტაცებლები ბადრი ჯაფარიძემ რა უსინდისობაც ქნა აი ხელს რო აჭიმასიზავ თიც რომ იცემ და იდაყვამდე მოგაჭამენ დაახლოებით მაგას აკეთებენ რომ ხო უნდა მიხვდე რომ მაგ ჟესტს გიკეთებს და სალომე ზურაბიშვილს ჩვენ ვეთანხმებითო ანუ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ამ არჩევნების მას წოდებულ ფარში და თან სალომე ზურაბიშვილს ვეთანხმებითო. მე როგორც ხვდები აი ეს ჟესტი თუ ღია კარი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან განცხადების შემდეგ. იმისთვის კი არ არის ღია რომ თვითმმართველობის არჩევნებში შევიდნენ. იმისთვის კი არ არის ღია რომ სალომე შევიდნენ. დაბრუნდნენ და იყვნენ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად და გააგრძელონ ოპოზიციებიდან როგორ წარმოგიდგენიათ ამ ორი პოლიტიკური ძალის უკან დაბრუნება. შარმიშელის დროს თქვენ ანუ ჩვენი ვიდეო არ გაქვთ ნანახი მაშინ ევროპულ საქართველოში ვიყავი, როდესაც მე ავკინძე პოლიტიკოსების განცხადებები რას ყვიროდნენ შარმიშელამდე და რა ჩაიდინეს მერე. ამ ადამიანებთან შეთანხმებებს აზრი არ აქვს. ამიტომ შენთანაც მაქვს ეგ ნათქვამი რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს არა შეთანხმებები და პოლიტიკოსების ნალაპარაკებები, არამედ გარემოებები. რას იზავს ქართველი ხალხი? ჩვენ თუ შევძელით და სექტემბერში იქნა აქ ისეთი განწყობა, როგორიც გქონდა დეკემბერში და აი ეს თუ შევძელით, ვერ შევა ხაზარაძე უბრალოდ გადაირეცხება აი იმასთან ერთად, რა ქვია, შეუძლებელია. პროცესის ლოგიკაა, რომ ოლიგარქიას რეცხავს. პროცესის ლოგიკა ეგ არის, რომ ქვემოდან ზემოთ პროცესს ითხოვს. ანუ რაც ვნახეთ ჩვენ აი ამ აქტიური, სტიქიური პროცესის დროს არის ის, რომ პოლიტიკურ ელიტას, რომელიც ზემოდან ქვემოთ იმართება, ეს პროცესი არ იღებს. ანუ ხაზარაძე რასაც ეხლა აკეთებს, პროცესს ეწინააღმდეგება პირდაპირ და თუ ამ პროცესმა წარმატებას მიაღწია, გადაირეცხება ხაზარაძე, შეუძლებელია. ვერ გაუძლებს. ხო, თუ შევძელითო და აგვისტოში თქვით, თუ სექტემბერში. ეს არის ამოცანა, რომ ჩვენ აი ამ ჩვენი კამპანიის დროს და ჩვენ აქტიურად დეკემბრის მოვლენები გაიმეოროთ. არაფერს არ ისტორია მარტო ფარსად მეორდება. არა, გავაძლიეროთ უბრალოდ და ახალი ენერგიაში თავბეროთ პროცესს და ჩვენ ვიყოთ, რაც თავარია პროცესი. ეხლა სტიქიური ნიაღვარი როდის იქნება ხალხის ჩვენ არ ვიცით იმას ჩვენ არ გეგმავთ. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი წინააღმდეგობა გავაფართოვოთ, ჩვენი მხარდაჭერა გავაფართოვოთ. მაგალითად ფედერალისტების ამოცანა არის რომ გარდა იმისა რომ ბევრი ხალხი უნდა დავარწმუნოთ იმაში რომ საფრთხეა მონაწილეობა. ეს იქონდა ყველა ასეთ სტიქიურ ნიაღვარს გულისხმობ რა თქმა უნდა აქციებს და გამოსვლებს და თქვენ ფიქრობთ რომ ბიძინა ივანიშვილი მიზეზებს დააკლებს პროცესს?
ბევრი მიზეზი იყო დეკემბრის შემდეგ თამარ და არ შენ მიზეზს არ შენ ხარ ემა და ფიქრობ რომ შენ რაც მიზეზი გონია ის გონია ხალხი არა რატომ ზივარ მე ხო რაშუაშია კაცო ეგრევე არჩევნებიც გაყავდა და მაგაზე არ გამოვიდა ხალხი ხო გამოვიდა ხალხი მაშინ როდესაც ევროპულ პერსპექტივას შეეხო ეს ყველაფერი ანუ ევროპულ პერსპექტივას ეხება ესეც მეტი რაღა უნდა თქვას ევროკომისიამ პირდაპირ გეუბნება რომ არ შეასრულებს 31 აგვისტომდე რეკომენდაციებს და დავიწყებ გავიგე მაგრამ რასაც ახლა შენ აკეთებ ეგ რომ ხალხი არ გამოდის აი არ გამოვიდა ხალხი გამოვა მიზეზი სჭირდება რა მიზეზი იმ მიზეზს მიიღებს რა მიზეზითაც გამოვა გარეთ ხალხი მიიღებს მიზეზს და გამოვა გარეთ ხალხი აუცილებლად გამოვა გარეთ ხალხი და წალეკავს ბიზნესაც და ხაზარაძესაც ბიზნესთან ერთად როგორც ოლიგარქიას და მოლოდინი გაქვთ რომ ეს მოხდება აუცილებლად 4 ოქტომბრის არჩევნებამდე არ ვიცი არაფერს არ ვიძახი ჩვენ არ ანუ ეგ არის სისულელე ეგეთ რამეს როგორ ვიტყვი ხა სტიქია როგორ უნდა ვიწინასწარმეტყველო სტიქიის წინასწარმეტყველება შეგიძლია ჩვენი შემდეგ ხო შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს ჩვენი ამოცანა რა არის ხომ აი ნუ არ არსებობს 4 ანუ ჯერ ეგერთიც არჩევნებს მიუძახით იმას რაც არ არის არჩევნები ვერ არ არსებობს იქ სადაც ადამიანებს არჩევანის გამო აპატიმრებენ სადაც არ არსებობს სასამართლო სადაც არ არსებობს ტელემედია სადაც არ არსებობს მედია იმდენი კანონი მიიღეს რომ რეალურად ონლაინ მედიასაც არსებობის შესაძლებლობას უსპობენ სადაც არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი სადაც შენს არჩევანს დაიცავ და ნებისმიერი მონაწილეობა აი ამ ფარსში რასაც რეჟიმი არჩევნებს უწოდებს არის რეჟიმის ლეგიტიმაცია რეჟიმთან კოლაბორაცია და არის საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ანუ გახარიაც და ხაზარაძეც ბიძინა ივანიშვილთან ერთად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს რეალურად და საფრთხეში აგდებენ საქართველოს დამოუკიდებლობას ქართველი ხალხის კეთილდღეობას უბრალოდ თავიანთი მოკლე მხედველობით თავიანთი სიხარბით და ურწმუნოთ ომები არიან თან ქართველი ხალხის არ ჯერათ პროტესტის არ ჯერათ და ამიტომ ძალიან კარგი იქნება რომ პროტესტი გაიმარჯვებს აუცილებლად მე ამისი იმედი მაქვს და ვიცი ვხედავ რომ ეს პროტესტი შეუძლებელია მდგრადი არ არის ის რაც ოცნებაში ხდება და აქედან იმას რა ქვია როგორ თქვა აქედან კრედიტს ვერ მიიღებს ვერც გახარია და ვერც ხაზარაძე მე ამისი მყარად მჯერა იმიტომ რომ აი როგორც 26 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე რეცხავდა ქართველი ხალხი ოპოზიციას და არ მიიღო იგივე მოუვა ხაზარაძეს და დანარჩენი პარტიები ვინც პროტესტის ამოცანებს ვუერთგულეთ ხო აი დანარჩენ პარტიებს შორის იქნება მე უკვე თავისუფალი კონკურენცია. ხო, თქვენ თქვით რომ რეალურად გახარია გაიქცა ქვეყნიდან და საკუთარი პარტია ხაზარაძეს დაუტოვაო, მაგრამ აი თუ დავაკვირდებით მათ დამოკიდებულება ვიღაცა მიწერს შენ საკუთარი პარტია ვერ შეინარჩუნეო და ბიზინა გინდაო რომ დაშალო და ჩემს პარტიაშიც სადაც ვიყავი იქაც ოლიგარქიას ვშლიდი და ზემოდან ქვემოთ სისტემებს ხალხი რო თვლით მოყავთ ხალხი რო თვლით თანამშრომლობენ თქვენთან და არიან მე ჩემთან არშვეშე კაცო ეგრე ნაცებით თანამშრომლობენ და ეგრე გირჩის აქციაზეც ვიყავი იაგოსი მაგას ამბობს მე რა განსხვავებას საუბრობდი აქამდე მივედით რომ ლელოსგან განსხვავებით გახარიას პარტიის წევრები უფრო კრიტიკულები არიან და უფრო გამოირჩევენ პირდაპირ თავდასხმით იმ 8 ოპოზიციური პარტიის მიმართ, ვინც არის ბოიკოტში. ანუ ცდილობენ რომ ეს პოლიტიკური ველი გამიჯნოს აქეთ ქართული ოცნება იქით ნაცები არიან. გახარიას აპარატჩიკები, რას იზამენ, ეს თავარი რა არის, რომ ბიზინა ივანიშვილს დასჭირდა ყველას ნაცად შერაცხვა, მისი ყველა ოპონენტის ნაცად შერაცხვა. როგორც ჩანს, გახარიას და ხაზარაძის ბუნებას კარგად იცნობდა, დაუძახა იმ საგამოძიებო კომისიაზე, ჩასვრევინა და ეხლა მაგათ არაცხინებს ყველა დანარჩენს ნაცებად. ანუ თავის საქმეს აკეთებინებს გახარიას. ისეთი მოჭიმული ყავს. აი რეალურად თავის საქმეს, რაც მას უნდოდა, რომ საგამოძიებო კომისიით გაეკეთებინა, რომ ყველა დანარჩენი, ყველა მისი ოპონენტი, მთელი პროტესტი და პროტესტის ერთგულება ნაცობად შეერაცხა, მაგას აკეთებინებს გახარიას და გახარიას აპარატჩიკებს და ლელოსაც. რომ დანარჩენს ყველას რაც ხავს იმად რა ქვია. ელისაშვილზე კითხეთ და აი მაინც ვერ მოვისმინეთ თქვენი მოსაზრება, ერთ-ერთი ვერსიით შესაძლებელია და შეიძლება ლოგიკურიც იყოს, იმიტომ რომ ერთხელ უკვე მან კონკურენცია ანუ რომ შევაფასოთ. რატომ უნდა შევაფასო ვიღაცა ორი კოლაბორანტის მერობის კანდიდატი? არ ერთი მიზეზი მითხრა რატომაც შეიძლება ინტერესი გამოიწვიოს ოპოზიციურად საერთოდ კომედია იქნება, კლოუნი იქნება ჩვეულებრივი. კლოუნი იქნება, კლოუნად იქცევა კამპანიის დროს. ამას შემიძლია დაგკვირდეთ. ვერ ჩაატარებს კამპანიას პროტესტის ღალატის გამო.
აი ანუ ეს მე თან რა მაინტერესებს იცი? არარაობებს იცი როდის ვხედავ, ანუ ვინ ეკაჩებოდა ელისაშვილს პირიდან, როცა ყვიროდა, რომ არჩევნებში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ლეღვის ფოთლობა იქნება და არ არსებობს და რა თუ და ვინ ეკაჩებოდა? ეს ასე ვფიქრობდიო და ასე მწამდაო და შემდეგ უკვე გადამარწმუნეს რომ ეს არის ბრძოლის ველი ერთ-ერთი უსამართლო ანუ ენას ძვალი არა აქო და ყველაფერს ვიტყვიო პირის მაგივრად პარაშა მექნება და ყველაფერს ვიტყვი ყველაფერს ვიკადრებო და ქართველი ხალხი მაგას გადააქცევს კლოუნად გადააქცევს მაგას. აი მოპატივცემულობის გამო, რასაც ქართველი ხალხის მიმართ იჩენს, რომ ერთ დღეს ერთ წყვილის, მეორე დღეს მეორეს და ორივეჯერ ცდილობს, რომ მართალი იყოს და მართლაც შემოგვასახოს თავი. მას ეიქცევა ქართული ოცნება. ჩვენ ვართ ღირებულებით ომში. ქართულ ოცნებასთან სიტყვას უნდა დაედოს ფასი. სიტყვებმა უნდა შეიძინოს მნიშვნელობა. თანმიმდევრულობამ უნდა შეიძინოს ფასი. ჩვენი იარაღი არის მხოლოდ თანმიმდევრულობა. შეუძლებელია ერთ დღეს იმას ყვიროდე, რომ სისტემას 400,000-ით შეუძლია გაყალბება, მე მოვიგი არჩევნებიდაო და მთავრობას ქმნიდე. და მეორე წუთში იმას ყვიროდე, რომ სისტემას, რომელსაც 400,000 9 მილიონით გაყალბება შეუძლიაო, შენ თვითონ ვეიძახი, ხო? იმასზე ლაპარაკობდი, რომ მე ხა აქედან თბილ, ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. ეს არის ოლიგარქიული შეურაცხყოფა, იმიტომ რომ კენწეროში როცა ხარ და მარტო შენ თვითონ წყვეთ, ხო, ყველა არარაობა გონია ქვემოთ. გონია რომ ყველაფერს ფულით იყიდი. ეხლა ხო რას დადის, ანუ რას იძახდნენ ნაცები და ისედაც ღიად იძახდა რეალურად იქ 29 ივნისის სცენარო იდგმებოდა და ლელო სადაც იდგა სალომე ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლა როცა იყო თქვათ აი ამ ერთიანობის ფარგლებში იქ პირდაპირ იძახდა ჩვეულებრივად ეს რა ქვია ვინ არის ეს გვარი მავიწყდება სულ იმ ბიჭის კუპრაძე რომ ხა ჩვენ თუ ფული უნდა გადავიხადოთ ამ სცენაში იქ გამხლეთში მესიჯები არ იყოს იქ პირდაპირ უთხარი რომ ჩემ ფულს შენ არ გადაიხდი ჩემ კვადრატურას მე ვთხარ შენ არ გადაიხდი ჩვენ გადავიხდით და ავკრიფეთ ჩემი მხარდამჭერებისგან ფული და 2200 ლარი შევწირე აი ამ იმას რა ქვია სცენას რომ მამუკა ხაზარაძის ნაყიდი არ ყოფილიყო ის ჩემი კვადრატი სადაც ვიდექი და იმას არ ეკარნახა ჩემთვის წესები იმიტომ რომ ეს მიდგომა აქვს მე თუ ფულს ვიხდი მე თუ აი რა შანსები არის აღდგეს წინააღმდეგობის პლატფორმა ჩამოყალიბდეს სალომე ზურაბიშვილის იდეას და მოწოდებას მიუყვები ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა რომელიც შემდეგ უკვე ქართულ ხარტიაში კიდევ ერთხელ ემა ამ საქმეში ხიდები არ იწვის ამ საქმეში არსებობს მხოლოდ ინტერესები და ინტერესები იწვის. ეხლა ჩვენი ინტერესები არის ერთმანეთს დაჯახებული, იმიტომ რომ მამუკა ხაზარაძეს უნდა დამარცხებულებში ქურდობა და მე მინდა ბიზნეს დამარცხება. როდესაც დაემთხვევა ჩვენი ინტერესები და ერთი ინტერესი გვექნება, მაგ შემთხვევაში ის მე მაგაზე რა ვილაპარაკე, იმან ჩემზე რა თქვა, როგორ მოიქცა, ეგ გვერდზე გადადის. ამიტომ ვახერხებთ მე და კაკო ბობოხიძე, ანუ ხო არ მევასება, ხო იცით, ანუ ყველაფერი ნაკადრები აქვს, რაც ქართულ ოცნებამ იკადრა არჩევნებზე. მაგრამ ეხლა იმის გამო რომ სწორგზაზე ვარ, ეხლა ჩემი ბიძაშვილები და მე ვინც მიყვარს, ისინი საიდან მოვიყვანო სპექტრში, ხო? რომ მომწონდეს მაგის პარტიაში ვიქნებოდი. და საქმეც მაგაშია, რომ კოალიცია მაგას ნიშნავს და კოალიციურ თანამშრომლობა მაგას ნიშნავს, რომ რო არ მოგწონს ერთმანეთი და ინტერესები ემთხვევა, ითანამშრომლო, გაწიო გვერდზე შენი პირადი ეგოს ინტერესები, იმან რომ როდესღაც გაწყენინა, იმან შენზე ცუდი რა თქვა და ამ შემდეგ და წინ გაიხედო. ზოგადად ემა ამ საქმეში თუ არა გაქვს საკუთარ თავზე დიდი ინტერესი და ამაზე არ ასწორებ ფოკუსს საკუთართან წაიქცევი. კი ბატონო. წაიქცევი უბრალოდ და ეს დაემართება ხაზარაძესთან. ცირედითაც არ უშვებთ რომ შესაძლებელია ბოიკოტის იდეა ჩავარდეს და ეს რატომ? არ უშვებთ იმიტომ. რატომ? აი ორად გახლეჩილი ოპოზიცია, ნაწილი რომელიც იდეის უბედურება ის იქნება მთლიანად რომ შევდიოდეთ ამ ყველაფერში. ეხლა ჩემთვის თავარი არ არის ერთობა. მთლიანად რომ შევდიოდეთ ბოიკოტში დარჩეთ, ეს იქნებოდა უბედურება. არა, კაცო, კაი იქნებოდა ყველა რომ ბოიკოტში ვიყოთ, ეს კარგია, მაგრამ ყველა რომ ხარიში კარგია რომ ყველა არჩევნებში წილეობდეთ ერთიანი კანდიდატი მოყოლება. ეგ მაგაზე ხო შევთანხმდით, ანუ თუ კი პარლამენტში არ შეხედან, აქ რატო შედიან, ხო არის? ანუ რამე ლოგიკა ხო უნდა ადამიანების ინტელექტუალური შესაძლებლობების პატივი ხო უნდა ინტელექტუალური შეურაცხყოფა ხო არ უნდა ვაყენოთ ამ ხალხს ყოველდღე ტელევიზორებიდან ხო თუ კი პარლამენტის ბოიკოტი იყოს სწორი იდეა და ამაზე იძახი რომ შედეგიანი იყო რატო შეიძლება რომ რაღაცა თვითმმართველობაში და წალენჯიხაში სადაც უამრავი ფული დახარჯა და ბოლო ადგილზე გავიდა ოპოზიციაში ხაზარაძემ წალენჯიხაში უამრავი ფული დახარჯა და იქ არის ოპოზიციურ პარტიებს შორის ბოლო ადგილზე გასულ აი იქო რაღაცას იქ უნდა გამოგლიჯოს რაღაც ხელიდან და ასე შემდეგ ეს
არის აბსურდი ხალხო, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და მე მგონია რომ ქართველი ხალხი ხაზარაძეს აი ამ შეურაცხყოფას არ აპატიებს და ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის აი ამ გაჯიუტებაში, ოლიგარქიულ გაჯიუტებაში. როდესაც მას უნდა და всё, რასიძახის მისი ამომრჩეველი, რასიძახიან დაეშალა პარტია, კასპის ორგანიზაცია წავიდა, კიდე რაღაცა ორი სხვა რაიონის ორგანიზაცია წავიდა. წალენჯიხის მერიამ სადაც ფული ვხარჯა და იქ უნდა ვიბრძოლო, ბოიკოს მხარდაჭერა გამოუცხადა. არც ერთი ამდენი ფული აქვს დახარჯული, ხო საბაში და იმაში. საერთოდ კულტურა არავინ არ შერჩა საერთოდ. არავინ არ შერჩა. უბრალოდ აი ამ ნორმატიული გავლენის ხმების ყიდვა უნდა ლიდერებიდანაც ისინიო ნაცები არიანო და ერთადერთი სპიკერი ვინც დარჩა არის სალომე სამადაშვილი, რომელიც სულ რაღაცა 5 წლის წინ იმას იძახდა რომ მიშამო პოლიჯოხი რო დააყენოს ისიც მოუნგებს იმას რა ქვია ზურა ჯაფარიძეს, ანუ ოლიგარქების გოგოა რა ზემოდან ვისაც დააყენებ, მერე იმას უნდა გაყოს. ანუ აი ამაშია და მაგუბედურებამ როგორ შეიძლება რამე წარმატებას მიიღოს. მოკლედ რასაც დაპირდით, იმას ასრულებთ რომ არავითარ შემთხვევა, ანუ ამხელთ წინასაარჩევნო პერიოდში და არ მისცემთ. არა, ანუ თუ ხაზარაძე სწორია, მე რატო არ ვიღებ მონაწილეობას? ანუ ჩემ ამორჩეველს ეს ხო უნდა აუხსნა. ის არის არასწორი, არასწორზე ვლაპარაკობ, აი ისე როგორც ვლაპარაკობ. ვინც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს და ხაზარაძე დღეს საკუთარი სიხარბით აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, იმიტომ რომ თვლის რომ თუ თვითონ პირველი არ იქნება, ქვაქვაზე არ უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში, რა საკვირველია დავაზიანებ. როგორც ვაზიანებდი მიშას. როდესაც ისი ძახდა რომ მე უნდა ვიყო პირველი და არავის არ გაუნაწილებს ამ შემდეგ. ესეც ხო რაღაცნაირად მიშა ხაზარაძე არის რეალურად ბიზნეს და მიშას რაღაცა თემუდან გამოწერილი ჰიბრიდი. ანუ თავისით კი არაფერს არ შეიძლება, რასაც ხაზარაძე აკეთებს, ჩემს ყოფილი ნაცნობია ნანახი მაქვს უკვე. ან კეზერაშვილთან მაქვს ნანახი, ან მიშასთან მაქვს ნანახი, ან ბიზნესგან მაქვს ნანახი. თავისას არაფერს არ აკეთებს. თამარ, ძალიან დიდი მადლობა. თამარ ჩერგოლეიშვილს პარტია ფედერალისტების ლიდერს უსმენდით. ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება და აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა თამარ ჩერგოლეიშვილისთვის, იმიტომ რომ მისი პარტია ბოიკოტის მომხრია. და ჩვენ ახლა ველოდებით ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს მათმა პარტიის ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ საპატიმროდან დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ აუცილებელია საარჩევნო ბრძოლა ადგილობრივ არჩევნებში არ უნდა გამოვაცალოთ ქართულ ხალხს ხელიდან ბერკეტი, ბოიკოტი კი სწორედ ქართული ოცნების ანუ რუსული ძალის ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზეო. ლევან სამუშია შემოგვიერთდა პარტია ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. ლევან მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხო, ისმენდით ხომ დღესო ხაზარაძეოს საკუთარი ინტერესების გამო თამარ ჩერგოლეიშვილს ახლა შემოვიდგარ თქვენგლია მკითხოთ. კი ბატონო. ხო, კარგი თქვენ თუ არ მოგისმენიათ, მაშინ მოისმინა მაყურებელმა, მან თქვა, აი ბოლოს რაც თქვა, აი მას გეტყვით და მე უკვე საუბარში მის არგუმენტებსაც დაგაწევთ. ბოიკოტში ის როგორც ბოიკოტში მყოფი პარტია და ბოიკოტის მომხრე ამბობს რომ მამუკა ხაზარაძე საკუთარი ინტერესების გამო ქვეყნის ინტერესებს აზიანებს აი ამ გადაწყვეტილებით რომ შევიდეს ადგილობრივ არჩევნებში ქართულ ოცნებასთან ანუ სიხარბეს ძლევსო მისი სურვილია რომ რაღაცა სისტემურ ოპოზიციაც ჩამოყალიბდეს მოგესალმებით თემა მისალმები მაყურებელს იმედია არ მთხოვთ ახლა სერიოზულად მე ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ახლა სერიოზულად როგორ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე და სერიოზულად როგორ უნდა გავცეთ პასუხი მამუკა ხაზარაძე არის რეჟიმის ტყვე ბადრი ჯაფარიძე არის რეჟიმის ტყვე არიან ტყვეობაში რეჟიმთან წინააღმდეგობის გამო რეჟიმთან შეურიგებელი ბრძოლის გამო და ნუ ახლა ეგეთ რაღაცებზე ახლა სერიოზულად როგორ უნდა გავცეთ პასუხი არასერიოზული ამ შეკითხვაზე მე სერიოზული პასუხი გამცეთ მაგრამ არ ვიცი სერიოზული თუ არასერიოზული პასუხის გაცემა მოგიწევთ ალბათ იმ ამომრჩევლისთვის რომლის დარწმუნებასაც ცდილობენ და აპირებენ და აგრძელებენ ის რვა ოპოზიციური პარტია რომლებიც ბოიკოტის პროცესში რჩებიან ისინი მოუწოდებენ ამომრჩეველს მათ შორის ალბათ თქვენს ამომრჩეველსაც რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიდნენ არჩევნებზე ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ არჩევნებს იმიტომ რომ ამ არჩევნებში შესვლა არის მხოლოდ და მხოლოდ ლეგიტიმაციის გამოცხადება ქართული ოცნებისთვის ქალბატონემა მოდი მაშინ სერიოზულად ვილაპარაკოთ და სერიოზულ საკითხებზე ვილაპარაკოთ იმაზე რომ ჩვენ პირველ რიგში
გვაქვს ლელო ძლიერ საქართველოს ფოკუსი გასწორებული და ჩვენი სამიზნე და ჩვენი სამიზნე არის რუსული რეჟიმი და რუსული ხელისუფლება და თუ ვინმე სურს ახლა ლელო ძლიერი საქართველოს ოპოზიციაში ყოფნა, ეს უკვე მათი არჩევანია, მაგრამ მე და უთხრა რომ სამიზნე სხვაგან არის, ჩვენი ქვეყნის ამ შემთხვევაში გადარჩენისათვის არის ბრძოლა და ამ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლაში სხვაგან უნდა ეძებონ სამიზნეები, მაგრამ არ ვიცი ახლა მე მესმის რომ აქედან მომეტებული თავდასხმის ქვეშა ვართ რუსული რეჟიმის მხრიდან, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, სამწუხაროა, მაგრამ ოპოზიციური ფლანგიდანაც ისმის ხანდახან ეს თავდასხმები, მაგრამ ჩვენი მთავარი სამიზნე არის რუსული რეჟიმი, აქედან გამომდინარე ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პასუხობთ და უპასუხებთ გამოწვევას, რაც არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის წინაშე ეს არის რუსული რეჟიმი და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ხოლო რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენი გადაწყვეტილება არის ის, რომ მოქმედებასა და უმოქმედებას შორის ჩვენ ვარჩევთ მოქმედებას და ბრძოლას. მოქმედებაში არიან არავის ვაკრიტიკებ, ემა არავის ვაკრიტიკებ, რომ აუცილებლად ყველამ თავის სექტემბრისთვის ყველამ თავის გზა პროტესტის ტემპერატურა თუ მუხტი აიწევს და შესაბამისად ხო რომ დაასრულოთ მე მეც მაცადეთ რომ დავასრულო. კი ბატონო ლევან, უბრალოდ პასუხობთ, ანუ თქვენ რომ მონოტონურად არის საუბრობთ, გაწოდეთ იმ არგუმენტებს, რომელიც აქვს ამ შემთხვევაში ოპოზიციის მეორე ნაწილს და როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაც მათ აქვთ. გასაგებია, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ალბათ ყველა გაეცნობოდით და ყველა ნახავდით რა და როგორი განცხადება იყო სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. რომ არავითარ შემთხვევაში ეს ამ ფარსში შესვლა არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე მე მინდა გითხრათ რომ ჩვენი მყარი პოზიცია არის რომ სადაც კი შესაძლებელია რეჟიმთან და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს იქნება აქციები და ვართ და ვიყავით და ვიქნებით მოწინავენი აქციებზე, ეს იქნება ბრძოლა პოლიტიკური ტყვეების გასათავისუფლებად, ეს იქნება ბრძოლა ახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის. მე მინდა გითხრათ, რომ ლელო ძლიერი საქართველოს უმთავრესი მიზანი არის იყო და იქნება პოლიტიკური ტყვეების თავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები. სხვა ყველა კანონიერი კონსტიტუციური მეთოდი და გზა, რაც იძლევა ბრძოლის შესაძლებლობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ბრძოლის გზა უნდა გამოვიყენოთ და ყველგან უნდა დაუპარისპირდეთ რეჟიმს. ეს არის რის შესაძლებლობას იძლევა ადგილობრივი არჩევნები აი ამ ორი უმთავრესი მიზნის მისაღწევად. ხო, რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს. ბრძოლა ყოველთვის არის რეჟიმის დასუსტებისათვის. და რეჟიმის დასუსტება მოიტანს ამ ყველაფერს. ეს არის მთავარი და მე პირდაპირ გეუბნები, თქვენ გეცოდინებათ ალბათ კვლევები, გაეცნობოდით კვლევებს და შემიძლია გითხრათ ამ სპეციალისტების უბრალოდ სპეციალისტების აზრი მაინტერესებს, როდესაც კვლევებზეა საუბარი, ეს არის სპეციფიური საკითხი, რომლებიც უნდა განმარტონ ხო სპეციალისტებმა. იქ მარტო ციფრებზე არ არის საუბარი. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ერთიანობის პირობებში უდიდესი ალბათობით თბილისი ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდება. ერთიანობაში რა იქნება? დავასრულებ. ოპოზიციური სპექტრის ერთიანობის პირობებში. ახლა უნდა დავსვა კითხვა, დავასრულებ. ახლა მინდა კითხვა დავსვა. თუ ეს ასეა და ასეა ვხედავთ. რატო უთმობთ? რატო ვამბობთ ბრძოლაზე ვარს? მაინტერესებს, რატომ თმობთ და რატო ვამბობთ ბრძოლაზე ვარს? ხო მოგისმენიათ მათ. ხო, მაგრამ მე ვსვამ ამ კითხვას და მეორე საკითხი არის. ახლა რატო გადავწყვეტოთ ჩვენ? არის ნაკლები შანსი, მაგრამ არის შანსი. ჩვენ სადაც შანსია, სადაც შესაძლებლობა, სადაც ბრძოლა შეიძლება ყველგან შევდივართ. ახლა როდესაც არის საუბარი რომ რაღაცა ლელო ძლიერ საქართველოს ამბიციები აქვს და რაღაცა და ასე შემდეგ. სანამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პოლიტიკურ ტყვეობაში აიყვანდნენ და ამყოფებენ დღეის მდგომარეობით, გემახსოვრებათ ალბათ თუ არ და შეგახსენებთ განცხადება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, რომ არც ერთ მაჟორიტარულ კანდიდატს არ დავაყენოთ ლელო ძლიერ საქართველოს თანახმავართ. არც ერთ ამ შემთხვევაში პროპორციულ სიაში მერობის კანდიდატი იყოს არაპარტიული და შევთანხმდეთ მოწოდებას ოპოზიციის მიმართ. ანუ ჩვენი თავარი მიზანი აქედანაც ჩანს რომ თავარი იყო ერთობა პოლიტიკური ინტერესი არ გაქვთ პოლიტიკური ინტერესი კი არა პოლიტიკური ინტერესის და ყველანაირი ინტერესის არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. ამ გზაზე ყველანაირ ამ შემთხვევაში დათმობებზე თუ რაზეც შეგვიძლია საუბარი, თავარი და ჩვენთვის ყოველთვის თავარი იყო არის და იქნება ქვეყნის ინტერესი და თავისუფლება რუსული რეჟიმისგან. ახლა ყველაფერზე ამ შემთხვევაში და მათ შორის ეს კი არ გამორიცხავს
ბრძოლას აქციების მეშვეობით, ყველა შესაძლო კანონიერი მეთოდის გამოყენებით ბრძოლას. არა, პირიქით, უნდა გავაძლიეროთ. ერთმა თან არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა, ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები მოღალატეს გეძახიან, ხო? ყვითელქო სერიოზულად გელაპარაკებით, იმიტომ რომ ეს განცხადებები არ ვიცი მოსმენილიც მაქვს და წაკითხულიც მაქვს და მაშინ თქვენ მითხარით, ანუ ვისი განცხადება აღიქვა სერიოზულად და ვისი არა. ამ დრომდე პარტნიორები იყავით ერთმანეთთან, ლევან და თუ არასერიოზული ხალხი იყო, რა გინდათ იმ ადამიანებთან განცხადებები არასერიოზული ერთი ან ქართულ ქარტიას რასაც წერდით ხელს გეთქვა ცალმოზურაბიშვილისთვის, რომ ეს არასერიოზული ხალხია და ჩვენ ამათთან რაღაცა საერთო შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ. ახლა როდესაც მათი არგუმენტები მომყავს, ახლა არის არასერიოზული ეს ხალხი. განცხადებები არასერიოზულია თქვა ხალხზე ამ განცხადებები. რა მნიშვნელობა აქვს არასერიოზული ხალხი აკეთებს არასერიოზულ განცხადებას, ხო? ანუ მაშინ სერიოზულები იყვნენ და ახლა რა ვიცი ამჩატდნენ თუ რა ხდება? ძალიან გაბრაზებული ხარ. არა, კი არ ვარ გაბრაზებული, იმიტომ რომ პრეტენზიები ძირითადად ჟურნალისტებთან მოდის. თქვენთან არა მაქვს, ება პრეტენზია. მე ვსაუბრობ თქვენთან არა მაქვს. გეძახიან, ყვითელ ქოცებს გეძახიან, არ გეძახიან? ვინ მეძახის? მოღალატებს. ხო, ნუ გასაგებია. გავი ერთი წუთი დავასრულო თუ შეიძლება. შეიძლება დავასრულო. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ხო, რისთვის ის მამუკა ხაზარაძე და ბათრი ჯაფარიძე საპროფილეში? რატომ არის? შეგიძლიათ აი თქვენ აი მოქალაქე ხარ და გეკითხებით როგორ გონიათ რეჟიმთან წინააღმდეგობის გამო არის თუ არა საპროფილეში მითხარით იმის გამო რომ არ მივიდეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე რადგან არ აღიარებს ამ კომისიის ლეგიტიმურობას მე არავის დაუბარები ვარ ლევან ეხა ძალიან თქვენ როგორც მოქალაქე არა თქვენ როგორც მოქალაქე აღიარეთ თუ ამაზე ბევრი გვითხარ ამაზე ბევრი თქვენ როგორც მოქალაქე არა დავასრულებ უყურეთ რეჟიმთან დაპირისპირება რაღაცა შემხედრე შეკითხვა ამაზე ბევრი ჩემი პოზიცია დამიფიქსირებია თავის სასამართლო დარბაზში არ მგონია რომ დაკითხოთ კი ბატონო მე მგონია რომ რაღაცა ცდილობთ ისევ ადვოკატის როლში ჩაჯდეთ და ამ შემთხვევაში მე ვარ თქვენ რესპონდენტი მარტივი კითხვაა ვერ შემიყვანთ ახლა ვერ შემიყვანთ თქვენთვის მომგებიან ასე ვთქვათ ველზე ამ შემთხვევაში მე ლევან ძალიან ვთქვათ არც თქვენ ხართ გუშინდელი პოლიტიკოსი და არც მე ვარ გუშინდელი ჟურნალისტი ძალიან ვთქვათ ამიტომ მიპასუხეთ როგორ წარმოგიდგენიათ არ ვიცი ერთი ხელით არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა საარჩევნო კამპანია აწარმოოთ და მეორე ხელით დაინახოთ რომ სექტემბერში რაღაცა იქ პროტესტი გაძლიერდა და დღე საარჩევნო წინა საარჩევნო კამპანია ქონდა და საღამოს მიხვიდეთ იმ 8 ოპოზიციურ პარტიასთან რომელიც პროტესტს ოპოზიციური პარტია ჩვენ საქართველოს მოქალაქეებზე ვსაუბრობთ 8 ოპოზიციური პარტია თქვენ როგორც რამდენი კოალიცია მითხარით ორი კოალიცია აღებულოს მონაწილეობას არჩევნებში ღებულობს ორი კოალიცია არჩევნებში მონაწილეობას არ ერთი წუთი დავასრულებ ბარიერ გადალახულებიდან მოდი ავიღოთ ასე თუნდაც ერთ დავასრულებ მოდი მარტივად დაგიბარჩვი კი ბატონო აგერ მივიხოთ ეხლა მარტივად დაგიბარჩვი მარტივად საქართველოს ვინ დაგჭირთ კოალიციიდან განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მიიღეთ გადაწყვეტილება რომ ადგილობრივ არჩევნებში მიგიღოთ მონაწილეობა მას შემდეგ ვინც იყო ვინც დარჩა ყველა ვინც იყო მას შემდეგ ვინც იყო ის ყველა დარჩა ალიკო ელისაშვილი იყო და დარჩა მას შემდეგ თუ გაინტერესებს კი ბატონო ანუ სხვა ინფორმაცია გაქვს თავისუფლების მოედანი არიცოდა არა გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული შეგვიძლია კითხოთ არა მათთან არ განიხილებოდა თქვენ ჩემზე მეტი იცით ჩემს პარტიასთან დაკავშირებით კარგი მითხარით თქვენი თანაგუნდელებიც კი დავასრულებთ ემა ჩვენ გვერდებზე გვინდა აი ჩვენ გეგმებზე გვინდა გვესაუბროთ გასაგებია ემა კარგია რომ ოპონირებას მიწევთ ამასთან დაკავშირებით და მე უბრალოდ მაინტერესებდა ხა გულდასაწყვეტია მე კითხვა ისეთ კი არ დამისვამს ამე ჩამჭრელი და რაღაცა უნდა შევთავაზოთ ის ხალხი ერთი დამასრულები რა არის უნდა გითხრა ლევან ხა თემის საკადრო საავტორო ტექსტები მაქვს მიძღვნილი დროებით საგამოძიებო კომისიის საგამოძიებო კომისიაზე არ გეკითხა აბა რა გინდა დამასრულებია კი ბატონო შეიძლება რომ დამასრულებია თემა რა ნერვიულობ დამასრულებია თავარი რა არის უყურე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ნიკა მელია და ასე შემდგომ ზურა ჯაფარიძე რისთვის ზიან საპროფილეში მითხარით? თქვენი აზრი ხო გაგაჩნიათ? მითხარით, ზიან თუ არა რეჟიმთან დაპირისპირების გამო? კი, ჩემი პარტიის ერთი წუთი, არა, რა გიჭირთ პასუხის უყურეთ. ჩემი პარტიის ერთი წუთი დამასრულებია. ჩემი პარტიის ლიდერები ზიან რეჟიმთან დაპირისპირების გამო. მათ შორის დავასრულებ, მათ შორის ორი პოლიტიკური ტყვე გლდანის საპროფილეში. ახლაც გამოგონილი ბრალდებით ლელო ძლიერი საქართველოს წევრები მათ შორის გენერალური მდივნის მოადგილე ვეფხია კასრაძე ვასო კაძელაშვილი ზიან რეჟიმთან დაპირისპირების გამო და რეჟიმთან ტყვეობის გამო მოდით რა ერთი წუთით ამაზე ვისაუბროთ ჩვენ ბრძოლას და ბრძოლაში შესვლას ვერავინ ვერ გვასწავლეს ჩვენ ვამბობთ
ჩვენ ვიყავით ემა პირველები, რომლებმაც თქვით, რომ არ ვაღიარებთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და დავტოვეთ მანდატები. იყო თუ არა ესე? ერთ-ერთი მეც ვიყავი, რომელმაც დატოვა მანდატები. რომელმაც მათ შორის ხვებთან ერთად უნებრივია, ვინც დატოვა, გამოიწვია რეჟიმის ამ შემთხვევაში დელეგიტიმაცია, იმიტომ რომ ესენი არ არიან ლეგიტიმურები. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებიც და მამუკა ხაზარაძე ითხოვდა, რომ მაქსიმალურად შევიკრიბოთ და შევქმნათ ერთობა, რაც შემდგომ ალტერნატიული პარლამენტი თუ რა მნიშვნელობა აქვს, რაც დავარქმევდით სახელს. ბოლო არ შედგა, არ ჩავყვები ამას და ამ განვითარებას, იმიტომ რომ ივანიშვილის და რუსული რეჟიმის წისქვილზე წყალს არ დავასხავ, ოპოზიციის კრიტიკას არ დავიწყებ, თუ ეს რატომ არ შედგა. ბოლოები ვიყავით ემა იმ კოალიციიდან, ერთიანი კოალიციიდან, ვინც სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა დატოვა. არ დაუტოვებია პირიქით. ვინც ყველამ დატოვა და ჩვენ ვიყავით იქ დარჩენილები. ახლა ისმის კითხვა ამ ერთობას რატო შლიდნენ ეს ხალხი? ხო, ამასთან დაკავშირებით მე სიღრმეებში არ წავალ. ჩვენ ავირჩიეთ ბრძოლის გზა. ჩვენ ავირჩიეთ შეურიგებელი ბრძოლის გზა და ამ ბრძოლაში მივიღეთ გამოწვევა და ვღებულობთ ამ ბრძოლაში მონაწილეობას. ჩვენ იმედი გვაქვს საქართველოს მოქალაქეების, ჩვენ იმედი გვაქვს საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ბრძოლის გაგრძელების. ეს შემიძლია გითხრათ და ჩვენი მთავარი მიზანი ჩვენი ერთი წუთი. ანუ რისი იმედი გაქვს? შეგიძლიათ აი რა და ჩვენი მთავარი ერთი წუთია საუბრობთ და ჩემ შეკითხვაზე ვერც შეკითხვაზე პასუხი ვერ მივეცეთ. დაიწყეთ საუბარი იქიდან რომ ის გამოსხედან ეს პოლიტიკური და საადამ პოლიტიკური ლიდერები ჩასხდებოდნენ ციხეში 60-მდე ადამიანის აქციის დროს საკუთარი ჩვენი პარტიის წევრები, ჩვენი პარტიის წევრები მათ შორის. ჩვენი პარტიის წევრები. ჩვენი პარტიის წევრები ეთანხმებიან თქვენ კი ვებხე კასრაძე გამოაქვეყნა თქვენ ჟურნალისტი ხართ უნდა გაცნობ ბოდიში ვებხე კასრაძე ხო ვებხე კასრაძე არა არ მინახავს და გამოაქვეყნა ვებხე კასრაძე ჩვენ პარტიის გამოაქვეყნა განცხადება და ბრძოლას ეთანხმება 19 და მათი ახლობლები ერთი წუთი ყველას არჩევა დანარჩენები რას დავასრულებ თუ შეიძლება ყველას არჩევანს პატივს ვცემთ ჩვენი არჩევანი გვაქვს ყველას არჩევანს პატივს ვცემთ არც ერთის მიმართ ჩვენი მხრიდან კრიტიკას ვერ მოისმენთ არც ერთის მხრიდან კრიტიკას ვერ მოისმენთ ჩვენი მიზანი რა არის ჩვენი მიზანი არის პოლიტიკური ტყვეების თავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები. რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ და რისთვისაც მაქსიმუმს დავდებთ ყველაფერს. ერთს გეტყვი. ბოლო შეკითხვა ამ თემაზე და დავასრულოთ. ან თქვენ გაქვთ იმედი, რომ ისე დაასუსტებთ ადგილობრივ არჩევნებზე, თქვენ და გახარია? იმიტომ რომ თანამშრომლობა წინა საარჩევნო სწორედ თქვენს ორს შორის შედგა, არ ვიცი, გაქვთ არა მოლოდინი შეიძლება კიდევ ვინმე შემოგიერთდეთ? ნახოთ, არ ვიცი. დააკვირდით პროცესებს და მე ვისაუბრებ. ანუ ხო მაქვს ასეთი ინფორმაცია, მსგავსი ასე ვთქვათ, წამოწდენები, მათ შორის თქვენ თანაგუნდელებს. არასორი იმიტომ რომ ჯერ საუბარი არაფერი არზე არ არანაირი საუბარი, იმიტომ რომ მიწევს როგორც კი ბატონო, ამიტომ ვაზუსტებ თქვენთან, რომ გეტყვით ხო ჯერ არაფერი არ არის. ჯერ ეს ორნი ხართ, ანუ გაქვთ იმის მოლოდინით და თუ გაქვთ ეს მოლოდინი რას ეფუძნება, თუ არის რაციონალური, ისე დაასუსტებთ ადგილობრივ არჩევნებში ქართულ ოცნებას, რომ აი წამოიყვანთ თუნდაც აი ამ კომპრომისულ ნაბიჯზე რომ ციხის კარი გაუღოს აქციების დროს დაკავებულ ყველა პირს. ანუ როგორ მიახტოთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას? ბოიკოტი გარანტიას გაძლევთ თქვენ. მე ხომ არ არა მაინტერესებს. ერთი თქვენ კი არ ადრესატი ამ შეკითხვას. ადრესატი კი არა. ჯერ თქვენ მიპასუხეთ, ჯერ თქვენ მაქსიმუმს გავაკეთეთ და დავასრულოთ. ეს თქვენი არჩევანია. ლევან არა სწორად არჩევთ შეკითხვების ადრესატებს. ან რას გაძლევთ ჩემი პასუხები შეკითხვებზე? მე ხო გეუბნებით არასდროს ჩემის ავტორი გადაცემა არასდროს არ ვერიდები პირდაპირ ზოგჯერ ძალიან პირდაპირიც ვარ ხოლმე და რაღაცა უხეშობაშიც გადამდის. ამ შემთხვევაში თქვენი ინტერესი უნდა იყოს რომ არ ვიცი ჩემი მცირეა თუ ფართოა აუდიტორიის საშუალებით მე ვცდილობ თქვენ როგორც ამორჩეველი დაგაწმუნოთ ემა თქვენი ამორჩეველი თქვენი შეიძლება არ ახართ ჩემი მაგრამ დაგასხოთ მომეცით საშუალება მე მომეცით ამორჩევის დარწმუნება მაგრამ ჩემი საშუალებით ჩემთან საუბრით და ჩემთან გულწრფელობით თქვენი ამორჩეველი დაარწმუნეთ თქვენი ამორჩეველი დარწმუნებულია და თქვენს მინდა დაგარწმუნოთ ამიტომ გეკითხებით თუ მერყეობთ რომელი გზაჯობია მინდა დაგარწმუნოთ მომეცით საშუალება მომეცით საშუალება არჩევნებში მონაწილეობა აი მოგისმენთ ემა ლევან ძვირფასო თქვენი არჩევანი ხომ არის ადგილობრივ არჩევნებში შესვლა კი ბატონო თქვენი მიზანი დიადი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ახალი არჩევნების საპარლამენტო არჩევნების მიღწევა. დიადი არ არის ეს ორი სიტყვა, აუცილებელი და ქვეყნისთვის საჭირო და მოდი დამაკნინებლად ნუიტყვით ამას.
ხო, რაღაც ასე მივიღე, მაგრამ არა უშავს. კარგი, თუ არა თუ არასწორად მივიღე, გასაგებია. ასე ვთქვათ, ჩაჯინებული და ჩასაუბრებელი ყველა შეკითხვაზე რაღაცნაირად ბოლოში უფრო შედეგიანად და ნაყოფიერად. უმთავრესი მიზანია ჩვენი. უმთავრესი მიზანია თქვენი. ამიტომ გეკითხებით, მე როგორც ამომრჩეველი, გეკითხებით, რომ აი რა შედეგის იმედი გაქვთ თქვენ და გახარიას ამ ადგილობრივ არჩევნებში, რამაც შეიძლება როგორ შეარყევთ ისე, როგორ შეასუსტებთ ისე ქართულ ოცნებას, რომ იქნება რაღაცა კომპრომისზე წამოვიდეს, ან გაათავისუფლოს ის ადამიანები, ვინც აქციების დროს დააკავა, ან ადგილობრივ ახალი არჩევნების დანიშვნაზე დაფიქრდეს. აი, მგონი ჩამოვაყალიბეთ ჩემი შეკითხვა. კი, თქვენ აყალიბებთ, უბრალოდ მაცადეთ ახლა პასუხისგაცემა. როდესაც ბრძოლაზე არის ამას საუბარი, როცა ბრძოლაში შესვლაზე არის საუბარი, მარტივ მაგალითს გეტყვით. უკრაინას რო თავს დაესხენ პირველ დღეებში ხალხი წავიდა ბრძოლაში, მაგრამ იმათ გარანტია კი არ ჰქონდათ რომ გადარჩებოდნენ. ან გარანტია კი არ ჰქონდათ იმ ადამიანებს რომ 100% მოიგებდნენ. ან გარანტია კი არ ჰქონდათ იმ ადამიანებს და ბრძოლაზე ვარი არასდროს არ უთქვამს რომ კიევი ისა რა ქვია კიევს თავს რომ ესმოდენ, ბავშვებს ხოცავდნენ, ომის კანონებს არ ხვდნენ, მაგრამ ეს ხალხი მაინც წავიდა ბრძოლაში. ბრძოლაში როდესაც მიდიხარ ამ შემთხვევაში, ხო, მიზანი გაქვს და ამ მიზნის მისაღწევად მიდიხარ ბრძოლაში. ახლა მეორე კითხვა მინდა დავსვა. აქედან გამომდინარე, როგორც ამომრჩეველს გეკითხებით და მე მინდა რომ თქვენ დაგარწმუნოთ. ამ შემთხვევაში მეორე მხარეს უმოქმედობაზე როდესაც ჩვენ მე ამას ასე უყურებ ბოიკოტი გაძლევთ იმის შესაძლებლობას და გარანტიებს, რა გარანტიებსაც მე მეუნები და მთხოვთ ახლა ამ შემთხვევაში ის გაძლევთ გარანტიას თქვენ ამომრჩეველს. მოდი ამომრჩეველი ხარ და უნდა გადაწყვიტოთ ემა, თქვენ ხო საქართველოს მოქალაქე და ამომრჩეველი ხართ. უნდა გადაწყვიტოთ ამ შემთხვევაში. ორი ოპოზიციური პარტია, მე ყველას არჩევანს ვენ, მათ არჩევანს მიუხედავად კრიტიკისა, მათი არჩევანია. მაგრამ თქვენ ერთი წუთი, ხო, მაგაზე ვლაპარაკობთ. ხო, მაგას ვლაპარაკობთ. თქვენ გარანტიებზე მელაპარაკებოდი და მე საუბრობოდით ემა. ახლა მაინტერესებს. თქვენ თუ გარანტიებიდან გამომდინარე მსჯელობთ, თუ ჩემში ვერ ხედავთ მყარ გარანტიას, იქ ხედავთ მყარ გარანტიას, რომ ამ ბოიკოტის შემთხვევაში არა, მე ამომრჩეველს გეკითხებით და ხო, როგორც ამომრჩეველი, როგორც ჟურნალისტი, მე შეკითხვა მასაც დაუსმეთ. ხო და მაგას ვლაპარაკობ. ჩანს, რომ ბოიკოტი შეიძლება. ანუ მე რას ვლაპარაკობ? დავასრულებ გაყოფილი ოპოზიციას და მისი ემა დავასრულებ, იმიტომ რომ 4 ოქტომბერი რო გათენდება 5 ოქტომბერს თქვენ როგორც ამომრჩეველი როგორც გადაწყვეტილებას ღებულობთ მივიდეთ თუ არა საარჩევნო ურნას და ლელოს დაუჭირო თუ არა მხარი თუ მეორე მხარეს ახლა მე დავსვამ კითხვას თქვენ მიზანი იცით ამ შემთხვევაში და გარანტიები გაინტერესებს სადა გაქვთ მეტი გარანტიები ემა ამ შემთხვევაში სადა გაქვთ ჩვენ აქ თავაზოდავ საუბრობთ რომ ბრძოლა ეს არჩევნები არა პირდაპირ გეუბნებით ეს არის ბრძოლა და ამ ბრძოლაში ღებულობთ მონაწილეობას რეჟიმის დასასუსტებლად პირდაპირ გეუბნებით და მაქსიმუმს გავაკეთებთ ამისათვის ჩვენ და მეორე კითხვა ემა ჩვენ რომ არჩევნებში არ მიგვეყო ოპოზიციას მონაწილეობა 2024 წლის არჩევნებში რეჟიმის ლეგიტიმაციის საკითხი დადგებოდა თუ არა მარტივად მაინტერესებს აი 4 ბარიერ გადალახულ პოლიტიკურ ძალას რო არ მიგვეყო მონაწილეობა რეჟიმის ლეგიტიმაციის საკითხი დადგებოდა როგორ ფიქრობთ აბა დადგებოდა როგორ დადგებოდა არა ერთპარტიული არა მარტივი არის არა ერთპარტიული კი არა ის სიმხრიდან გულისხმობთ არ ვიცი საერთაშორისო თუნდაც არა უნდა დადგებოდა ერთპარტიული არჩევნები საქართველოში მე ერთპარტიულზე გითხარით მოყურეთ მიეცეთ ყურადღება ერთი წუთი დაგიმართეთ სოციალისტებს რა მნიშვნელობა ყურეთ მიიღეთ ყურეთ ახლა დავმარცვლოთ 4 პოლიტიკურ ბარიერ გადალახულ ძალას რო არ მიეღო მონაწილეობა და შემდგომ საპარლამენტო მანდატებზე უარი არ ეთქვა, რაც ჩვენ გავაკეთეთ და ყველამ გავაკეთეთ, რაც სწორად არის. იქ შეიძლება მიეღო 10, 15 სხვას, რომელსაც შეიძლება ვერ გადაელახან, შეიძლება ერთ პარტიას სიტყვაზე ვლაპარაკობ, ერთ პარტიას გადაელახა და შესულიყო პარლამენტში. ეს იქნებოდა დემოკრატია. არა, დემოკრატიულზე კი არ გეუბნები, უყურეთ, მრავალპარტიულობაზე. ამაზე არის საუბარი. ანუ და ლეგიტიმაციის საკითხზე როდესაც საუბრობთ, ლეგიტიმაციის საკითხი საერთოდ გამორიცხულია აი ამ არჩევნებთან ლეგიტიმაციის საკითხი. ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციის, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიმტაცებელი პოლიტიკური ძალის ლეგიტიმაციის საკითხი და რატომ ერთ დამასრულებელი ლეგიტიმაციაზე დასვით კითხვა თქვენ თავიდან და რატომ გეტყვით, იცით? მიცვალებული ვერ გაცოცხლდება. ისინი არალეგიტიმურები არიან. არალეგიტიმურად აღიარებს ევროპული პარლამენტი, არალეგიტიმურად აღიარებს ყველა ამ შემთხვევაში. და როგორ შეიძლება თუ არალეგიტიმურად ამას უკვე აღიარებენ და შემდგარი ფაქტია, მათი ლეგიტიმაცია დადგეს. ეს ანუ ლეგიტიმაციას, არალეგიტიმაციას კავშირი არ აქვს 4 ოქტომბერთან და ამ ბრძოლასთან, რომელიც ჩვენ შევდივართ, პირდაპირ გეუბნებით. ჩვენი სწორი, სამართლიანი, კანონიერი და პრინციპული მოქმედების შედეგია. რომ ლელოძლიერი საქართველოში და მათ შორის სხვა ოპოზიციური პარტიების ბუნებრივია, რომ ჩვენ საპარლამენტო მანდატებზე ვარი არ ვთქვით და ეს გავაკეთეთ. და ისინი არიან დღეს მარტო
კომუნისტურ ერთპარტიულ პარლამენტში და დანიშნეს ოპოზიცია. და ამის გამო არიან, რომ ჩვენმა პარტიის ლიდერებმა, მამუკა ხაზარაბძე და ბადრი ჯაფარიძემ არ აღიარეს, პრინციპული პოზიცია დაიკავეს და დღეს საპრობილეში არიან პოლიტიკური ტყვეები და მარტივი კითხვა მინდა ემა დამსვა. მამუკას და ბადრის სადმე წასვლის პრობლემა ჰქონდათ. აი რატომ შევიდნენ ამ ბრძოლაში? იმიტომ შევიდნენ ამ ბრძოლაში, რომ ქვეყნის გადასარჩენად, ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის თავისი წვლილი შეიტანა და აგურიდადა. ასე ქვეყნის გადასარჩენად და გიორგი გახარიაც ქვეყნიდან მან თქვა, რომ მზად არის რომ გიორგი გახარიაზე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით საუბრობთ, თქვენ თვითონ თქვით, რომ არსად არ წასულანო და სწორედ ამ თქვენი ასე ვთქვათ, სიტყვის პასუხად გიორგი გახარია მომაგებთ მე ხა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გაქცევთ გიორგი გახარიამ გაქცევთ პასუხი და მისმა პარტიის წევრია მე გეუბნებით ჩემ პარტიაზე თქვენი ასე ვთქვათ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი არ ითვალისწინებს მაგალითად თანამშრომლობის მემორანდუმთან დაკავშირებით წინასაარჩევნო თანამშრომლობა არ ითვალისწინებს მათ შორის მემორანდუმს გაიცანით გეცოდინებათ ალბათ მემორანდუმთან დაკავშირებით ჩვენ ერთი ნომრით გავდივარ თუ არა ესეც გეცოდინებათ ერთი ნომრით რომ არ გადიხართ ერთიანი პარტიისით რომ არ გადიხართ ვიცით ხო გასაგებია ჩვენი თავარი რა არის ჩვენთვის თავარი რა არის იცით ჩვენთვის თავარი რა არის ყველასთვის ჩვენი კარიღი არის ჩვენ ყველასთვის თუნდაც თუ გადაწყვეტს ვინმე ბოიკოტში მყოფი პარტიათაგან ამ მემორანდუმის ირგვლივ იქნება ნებისმიერ შემთხვევაში მზად არის იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ რომ თავარი არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მიღება ამ გადაწყვეტილებას არ შეაფასებთ ამის თქმა გინდათ ჩემთვის ადამიანის საწავა და საწამოა ამ შემთხვევაში ხო პოლიტიკური ბრძოლისთვის როგორ ჯობია თქვა ამას გეკითხებით ან თქვენ ხომ ეს მისი გადასაწყვეტია ჩემი პარტიის ერთი იმასამ საყუდრო ნახევარსაათს განმავლობაში არ გაგცდიდით პასუხების გაცემას და თქვენ თვითონ არც ერთი შეკითხვის დასრულება არ მაცადეთ და ამიტომ გეკითხეთ მე მესმის რომ მემორანდუმში მკაცრად არის გაწერილი რა პრინციპებზე თანამშრომლობთ მაგრამ თუ ცდები შემისწორეთ მე ასე ვთქვათ ასე წარმომიდგენია რომ თქვენი თანამშრომლობის მთავარი მიზანი არის მაქსიმალური შედეგი მიიღოთ ხომ? ანუ საარჩევნო შედეგისთვის, ერთიანი ბრძოლის შედეგისთვის ამას გეკითხებით, წასვლა ჯობდა თუ საპატიმროში იჭრება? ამაზე გახსეს გახარიან პასუხი თვითონ თუ გეკნებათ კავშირი მასთან და ჩვენო პარტიის ლიდერებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს და რაც სწორი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არ მივიდნენ საგამოძიებო კომისიაზე და ამ შემთხვევაში ამის გამო წავიდნენ პოლიტიკურ ტყვეობაში პირდაპირ შემიძლია. ასევე გაგახსენებთ. ემა ასევე გაგახსენებთ პირდაპირ გეუბნებით რომ ჩვენი პარტიის ლიდერები არა მარტო ახლა, არამედ 5 წელია, მე-6 წელია, რაც კი პოლიტიკაში შემოვიდნენ, პოლიტიკური დევნის ობიექტები არიან. 12 წლამდე მუქრებოდა და არასდროს არ წასულან და არ გაქცეულან. ყოველთვის არიან და იქნებიან პოლიტიკურ ბრძოლაში. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, პრინციპული პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთგული ვარ ჩვენი პრინციპების და ჩვენი პრინციპი და ჩვენი მთავარი მიზანი და სტრატეგია არის ქვეყნის თავისუფლება. ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური ტყვეები. დარწმუნებული ვარ და ალბათ გვიყურებს ნაწილი პოლიტიკური ტყვეებისა თქვენს ეთერს და მათ მინდა მივესალმო აქედან დიდი მადლობა უთხრა როგორც რუსთავისში მყოფ პოლიტიკურ ტყვეებს ისევე გალდანის საპრობილოში მყოფ პოლიტიკურ ტყვეებს მადლობა უთხრა იმ ბრძოლისათვის რა ბრძოლაშიც ისინი არიან და რა ყველაზე დიდი დარტყმა მათ აიღეს. კარგი ლევან და ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და უცებად მინდა გკითხოთ სამთავრობო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რომ შესაძლებელია თბილისის მერობის შეთანხმებული კანდიდატი თქვენი და გახარიას პარტიის მხრიდან იყოს ალეკო ელისაშვილი. ლოგიკურიც არის ამ ვერსიის განხილვა, იმიტომ რომ ერთხელ უკვე თბილისის მერობისთვის ალეკო ელისაშვილი, მაშინ როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც პოლიტიკური გუნდი არ უმაგრებდა ზურგს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დადო, ამიტომ რატომაც არა, თუ კი შეიძლება თუ ეს თემა განიხილება გუნდის შიგნით. შეგიძლიათ თუ არა დაადასტუროთ ეს ინფორმაცია? მერობის კანდიდატთან დაკავშირებით პირდაპირ გეუბნებით, არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არ ყოფილა მივდივარ მაქამდე, მივდივარ კი. არ ყოფილა მსჯელობა. პირდაპირ გეუბნებით კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით. როდესაც ამ საკითხზე იქნება საუბარი და მსჯელობა, იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ამას აუცილებლად გაიგებთ, ბუნებრივია ყველანი. რაც არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დავადასტურო, ან როგორ უნდა უარყო, ან დავადასტურო, არ ყოფილა საუბარი. როგორ შეიძლებოდა ხო, თქვენი დასაჯერებელია ეს უფლებაც დამიტოვეთ. არ ყოფილიყო მსჯელობა
თბილისის მერობის კანდიდატი კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით არ ყოფილა. ზურაბიშვილი მათ შორის თქვენი თანაგუნდელების მხრიდან არაერთჯერ დასახელებულა ამ ეთერში როგორც საუკეთესო ვარიანტი. მე სხვადასხვა სასურველი კანდიდატია, კი ახლა შემიძლია გითხრათ. კარგი იქნება. არა, კარგი არა, ხო არ უარყოფ, კაცო, ამას კარგი იქნებოდა და კი ძალიან კარგი იქნებოდა და არა, იყო მსჯელობა, როგორც კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, ახლა ქართულად საუბარი არ ყოფილა თქვა საუბარი და მსჯელობა არ ყოფილა თქვა. მსჯელო ხმა, მაგრამ მსჯელობდით ხოლმე, რომ კარგი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილი როგორც მერობის კანდიდატი. ალეკოსთან დაკავშირებით ხომ მკითხეთ, არა? გითხარით რომ არ ყოფილა მსჯელობა თქვა და რა ვიცი, თუ გინდათ რომ ალეკოსთან დაკავშირებით არ ყოფილა მსჯელობა, არ ყოფილა მსჯელობა, ჯერჯერობით არ ყოფილა მსჯელობა თქვა, გითხარით. კონკრეტული დამისვით კითხვა, გაგეცით პასუხი, რა ვიცი, ხა ქართულად ლაპარაკობ და მესმის თქვენ. ანუ სალომესთან დაკავშირებით იყო და სხვა ვარიანტები არ იყო განსხვავებული. სასურველი იყო, თქვით, ბუნებრივია და თქვენ მე მგონი ყველა ოპოზიციური ამ შემთხვევაში ამორჩევლისთვის და რაც საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა ყველასთვის მისაღები კანდიდატი შეიძლება იყოს ქალბატონის სალომე. პროცედურები არ ვიცი და ვადები და როდის არის ბოლოვა და როდესაც კანდიდატები უკვე შერჩეული და დასახელებული უნდა გყავდეთ. აგვისტოს ბოლოსთვის უკვე ცნობილი იქნება ჩვენი გადაწყვეტი. ნუ 1-20 დღეში დაახლოებით ცნობილი იქნება ჩვენი გადაწყვეტილება ალბათ მე ვფიქრობ. შეიძლება 2 კვირაში, შეიძლება 20 დღეში. 20 დღეში, ანუ 2 კვირაში შეიძლება. როგორც მოსაძებნი და ასე არ არის, მაგრამ მივიღებთ გადაწყვეტილებას და როდესაც მივიღებთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, აუცილებლად გეცოდინებათ. იმიტომ რომ უნდა იყოს რაღაცა მიახლოებითი კონტურები გამოკვეთილი, მე რომ კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით საუბარი დავიწყო. ეს არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი, რაც არ არის ბუნებრივია დღეის მდგომარეობით რაღაცა კონკრეტული, ანუ რაღაცა მიახლოებით საუბარი ამა თუ იმ კანდიდატზე. სწორი არჩევანის გაკეთება და სწორი კანდიდატურების შერჩევა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმ შედეგისა, რა შედეგიც უნდა გავდოთ არჩევნებში. ამიტომ ასე ვთქვათ, ყველა ეძებს. ძლივს მე მგონი ერთ რამეზე შევთანხმდით ჩვენ დღეს. რეალურად ბევრ რამეზე შეიძლება შევთანხმდეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, თქვენი პოლიტიკური კონიუნქტურა არ გაძრავთ ხოლმე რაღაცებს. არა, კონიუნქტურა რა შუაში, მე ღია ვარ ყოველთვის და არაფერს არ ვერიდები, აბა მითხარით რაში ანუ ვარ დავუბრუნდეთ. არა, დავუბრუნდეთ თუნდა. დავუბრუნდეთ, იმიტომ არ არის კონიუნქტურა, მე ყოველთვის, როდესაც მოვდივარ ეთერში ყოველთვის ვცდილობ, არათუ ვცდილობ ვარ ღია და შემიძლია საუბარი. ჩერგოლეიშვილს, რომელმაც თქვა, რომ რეალურად გახარია გაიქცა და გადააბარა საკუთარი პარტია ხაზარაძეს, რომელსაც მოუწევს გახარიას პარტიის თანაპარტიელების დაფინანსება. ასია თუ არა ეს? რითიც დავიწყეთ, იმით ვამთავრეთ, მე მგონი და მაგ კითხვებზე გაგეცე, არასერიოზულია ეს ყველაფერი. ახლა როგორ შეიძლება ამას სერიოზულად გავცეთ პასუხი და არასერიოზულია გეუბნები და ახლა არასერიოზულ საკითხებს არა ადვილი არა, ესე იგი სერიოზულად როგორ შეიძლება გამოეხმაროთ ახლა ამას? ნუ არასერიოზულია მართლა გეუბნები და ახლა ნუ რა ვიცი, არასერიოზულია, ყველას თავის გზა აქვს, მე არც ერთ მათგანს არ ვაკრიტიკებ. ჩვენ ქვეყანა გვაქვს გადასა არ მოგაკლებათ კრიტიკა როგორც ვატყობ და თავარი არის რომ ჩვენ ვართ რუსული ხელისუფლების ოპოზიცია და თუ ვინმეს უნდა რომ ოპოზიციის ოპოზიცია იყოს ეს მათი არჩევანია ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციის ოპოზიციონერობას ჩვენ სამიზნე გასწორებული გვაქვს და ჩვენი სამიზნე არის ამ შემთხვევაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა დანარჩენი ყველა თავის არჩევანზე არის და ამ შემთხვევაში ეს არის ისე საინტერესოა ცოტათი მაინც თუ დაგარწმუნეთ არჩევნების მხარეს ბრძოლის მხარეს უფრო სწორად. ხო, ალბათ იფიქრეთ. მე არაფერზე არ ვიფიქრებ, მე ზუსტად ვიცი რომ ერთობაში იყო ეს ჩვენს გვინდა და ეს ძალიან კარგია ერთობა. კი, კარგია, ერთობა არჩევნებზე, ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე და ბრძოლაში, ეს არის ბრძოლა, ერთობა არის აუცილებელი აქციებზე, ერთობა არის აუცილებელი ყველგან, სადაც რეჟიმი წინააღმდეგ შეიძლება ბრძოლა ემოს. მადლობა, ლევან, ძალიან დიდი მადლობა. პარტია ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეკლამის შემდეგ კოალიციას ცვლილებების ერთ-ერთ ლიდერს ნუგზარ ციკლაურს მოვუსმენთ. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი წერილის შემდეგ საკმაოდ მაღალი იყო ინტერესი და სხვა შორის მოთხოვნების გვესმოდა დღის განმავლობაში ქართული ოცნების მიმართ რომ გაესაჯაროებინათ წერილი და მისი შინაარსი თუ რა რეკომენდაციების შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან აგვისტოს ბოლომდე რის შემდეგაც დღის წესრიგში შესაძლებელია დადგეს ევროკომისიის
კომისიის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. სოციალოს ეს წერილი დღეს გამოქვეყნდა, აღმოჩნდა რომ ამ წერილის ადრესატი არის უშუალოდ მაკა ბოჭორიშვილი და წერილი ძირითადად 8 რეკომენდაციისგან შედგება, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციის ანგარიში ასახულ რეკომენდაციებს შეიცავს და ეს რეკომენდაციები ძირითადად მოიცავს ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებას და უკან წაღებას ქართული ოცნების მხრიდან და რა თქმა უნდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას საქართველოში. ძალიან საინტერესოა ზოგადად გამართლდა თუ არა ის მოლოდინები, რომელიც გუშინდელი მინისტერიალისგან ქონდა ოპოზიციურ ფლანგს, ნუგზარ ციკლაური კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი შემოგვერთა. მოგესალმებით ბატონო გზარ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სხვა შორის იყო ეს მოლოდინები, ხომ? ამათ შორის გამოთქმულიც ხმამაღლა, რომ გუშინდელი მინისტერიალი მიიღებდა ძალიან მკაცრ გაფრთხილებას ქართული ოცნების მხრიდან. იყო მოლოდინი, რომ იქნებოდა, არ ვიცი, თუ წერილში ასახული არა ზეპირ სიტყვიერად მაინც გაკეთებული აქცენტი ახალი არჩევნების მოთხოვნაზე ქართული ოცნების მხრიდან, თუმცა შედეგად მივიღეთ ერთადერთი მკაცრი ჩანაწერი, რომ თუ არ შესრულდება 8 რეკომენდაცია აგვისტოს ბოლომდე, მაშინ დღის წესრიგში ევროკომისიის მხრიდან შესაძლებელია დადგეს ამ შემთხვევაში მერვე მუხლის, ასე ვთქვათ, ზომების სავიზო რეგულაციის მერვე მუხლის საფუძველზე, კერძოდ ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება. არის თუ არა ეს საკმარისი იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყოს რაღაცა კომპრომისზე ფიქრი მაინც. ხო, თქვენ სწორად დაანთ, რომ იქ არის ლაპარაკი ფუნდამენტურ უფლებებზე ადამიანის და ჩვენ ვიცით რა არის, რა მიაჩნია ევროპას აი ამ ფუნდამენტურ უფლებებად. ეს გამოთქმული არის როგორც ევროპის კომისრების, ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ყველასათვის არის ცნობილი, რომ ის რომ პოლიტიკური პატიმრები არიან ციხეში, ეს არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისი, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და ევროპას შორის იყოს ჰარმონიული ურთიერთობები. გააკეთებს თუ არა ქართული ოცნება ამას? ჩემი მოლოდინი სამწუხაროდ გახლავთ ის, რომ ქართული ოცნებას ამის ძალა არ შესწევს, არც რუსული კანონის გატანის ძალა შესწევს უკან, რატომ ერთხელ ხომ უკვე წაიღეს ეს კანონი უკან ხალხის, ასე ვთქვათ, ძალისხმევის შედეგად. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკმარისად კაცრი, მოზომილი, დიპლომატიური ნათქვამი, მაგრამ კაცრი წერილი და ქართული ოცნება ამ ჩამოთვლილ პუნქტებთან დაკავშირებით და უკვე პირველი კომენტარებიდან ეს ჩანს, რომ არ წაიღებს უკან იმ კანონებს, რომელიც არის. აი ქადაგიშვილის განცხადება მინდა ამ შემთხვევაში განსახილველად შემოგთავაზოთ, როდესაც თქვენ ესე დარწმუნებით ამბობთ, რომ ქართული ოცნება არც ერთ ამ კანონს უკან არ წაიღებს. ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ევროკომისიის წერილში ორი მთავარი საკითხია: გამჭვირვალობაზე წუხელი, რაზეც გვექნება დისკუსია და LGBT თემის პროპაგანდის მოზარდებში გავრცელების შეუფერხებლობა, რაზეც ასევე ჩვენი პოზიცია გვაქვს. არის ორი საკითხი. არის ფუნდამენტური უფლებების შესახებ ჩანაწერი. ეს ფუნდამენტური უფლებები არის 60 ადამიანის, მაგალითად 60 პოლიტიკური სინდისის პატიმრის ციხეში ყოფნა, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელების ციხეში ყოფნა და დღეს თუ თქვენს ალბათ მოისმინეს დაუდის ბრიტანეთის წარმომადგენლის განცხადება, იქაც ხაზგასმით არის ლაპარაკი, რომ პოლიტიკური ლიდერები მოხვედრეს ციხეში, რათა მათ პოლიტიკურ პროცესებში ვეღარ მიიღონ მონაწილეობა. დისკუსიაზე ექნება უბრალოდ განცხადებისთვის, ასე ვთქვათ, გააკეთა ოცნება, არ ერიდებიან ხოლმე პირდაპირ თავდასხმებს ევროპელი ლიდერების მისამართით და მაშინ რა შეუშლედათ ახლა ხელს ეთქვათ, რომ აი ამ რაღაცა წერილსაც ჩალის ფასი აქვს თავის სტილში. ამბობენ, რომ გვექნება დისკუსიაო. ხო და ექნება დისკუსია, ეს ყველაფერი გამოჩნდება ამ დისკუსიის შედეგები რა არის, მაგრამ ოცნების ანტიდემოკრატიული არსი გამოიხატება სწორედ ამ კანონში, ზღაპრებში რო არის ხოლმე, რომ კაშჩეის სული არის სადღაცას კვერცხში ჩაბუდებული. აი ამ კანონებში, ამ უსამართლობაში დატყვევებულ პოლიტიკურ ოპონენტებში არის მათი არსი, ოცნების არსი და თუ ისინი წავლენ ამის გაუქმებაზე, ეს იქნება ცხადი ნიშანი იმისი, რომ
ისინი ვეღარ იქნებიან შემდეგ უკვე ხელისუფლების სათავეში. იმიტომ უღალატებენ იმას, რასაც წარმოადგენენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არის ადამიანის უფლებათა შელახვა, ეს არის პოლიტიკური ოპონენტების გატაცებები, ეს არის ის, რაც გუშინ წინ თუ რამდენიმე დღის წინ გააკეთეს, როცა თავისივე ხაზინადარს ბაჩიაშვილს შეუვარდნენ კამერაში და სასტიკად გაუსწორდნენ. აი ეს არის მათი არქიტექტურა, მათი სახე და ამიტომ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ აი ამ ვითარებაში ეხლა იმის გამო, რომ ქართულმა ხალხმა შეინარჩუნოს ვიზა ლიბერალიზაცია, ქართული ოცნება გადადგამს აი ამ ტიპის ნაბიჯებს. ქართული ოცნება, როგორც პარტია, როგორც იდეოლოგია, როგორც პოლიტიკური ფილოსოფია და ევროპა არის შეუთავსებელი. კითხვის მეორე ნაწილი, მეტის მოლოდინი ხომ არ ქონდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, სხვათა შორის მოვისმინე ასეთი შეფასებებიც ოპოზიციის მხრიდან, რომ ევროპამ ძალიან დააგვიანა, რომ უკვე ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა, განსაკუთრებით ამას ამბობენ ის პოლიტიკური ძალები, ვინც გადაწყვიტა ადგილობრივი არჩევნები, როგორც დამატებითი ბრძოლის ველი გამოიყენოს და აქვე ვკითხავთ ბატონო გზა, სწორედ აი ამ ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებამ შევიდნენ ამ სამართლო არჩევნებში. ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაცნაირად შეცვალა საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ? ანუ სიხისტე ხომ არ მოაკლდა მათ, არ ვიცი, გადაწყვეტილებებს, მიდგომებს? თავისთავად ამ სულ იყო 4 მეინსტრიმული პარტია, რომელმაც თავის დროზე განაცხადა, რომ არ შედის პარლამენტში და ეს ერთპარტიული, იმიტომ გახდა ეს პარლამენტი. ასე ამავე პოზიციაზე იყო ის ხალხი, რომელიც უკვე 240 დღე არის აგრძელებს პროტესტს, როდესაც ორი პარტია გამოეყოფა. ამას რა თქმა უნდა ეს არის დარტყმა ოპოზიციისათვის, როდესაც იმ არჩეულ გზას ღალატობს ორი პოლიტიკური პარტია ძალიან უცნაურ ვითარებაში, სულ რამდენიმე კვირით ადრე იცით რომ ლელო მაგალითად ამბობდა რომ არავითარ შემთხვევაში ასეთი რამ არ მოხდება და შეიცვალეს აი ეს პოზიცია. რა თქმა უნდა ეს არ არის სასიკეთო სიგნალი, მაგრამ შეუძლებელი არის იმ პოლიტიკური პარტიისათვის პოლიტიკურ ველზე სრულფასოვნად დარჩენა, რომელიც უღალატებს ხალხის ინტერესებს და ერთხელ ნათქვამ სიტყვას. განსაკუთრებით გაუგონარი ამბავი არის, რომ დღეს ახლა გაერთიანდა ეს ორი პოლიტიკური პარტია, მე შეგახსენებთ, რომ ლელო იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საუბრობდა იმაზე, ბატონი ბადრი ჯაფარიძე, რომ წერილი მან მიიღო უშუალოდ გახარიასაგან 2018 წელს. დავალებით, მაშინ გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ეხლა არის ოპოზიციაში, ხომ არის მაშინდელ და ახლანდელ გახარიას შორის დიდი განსხვავება. რამე შეთანხმება არსებობს ახლა? აი რომ ამ ორმა ძალიან თქვა რომ გაირკვა ახლა ეს ყველაფერი ჯაფარიძე ეხლაც ამბობს რომ მაშინ გახარია იყო ადამიანი ვინც გადასცა წერილი იმ წერილში ეწერა რომ ერთ-ერთ ტელევიზია უნდა დამჯდარიყო იმედის ტრენდზე და უნდა შეჩერებულიყო ანაკლია თითქოს და ეს არის ორი ფუნდამენტური საკითხი ახლა ცხოველოსათვის და მას თუ არ გარკვეულა ეს საკითხი როგორ ახერხებს ეხლა კოოპერირებას აი ამ პოლიტიკურ ძალასთან და განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა მათი ეს მეგობრობა მხოლოდ საწყის ინტერესებზეო ასე იყო სხვათა შორის მათ განცხადებაში. არანაირი საერთო, ასე ვთქვათ, ნომერი, არანაირი საერთო პოლიტიკური პარტიული სია. კი, მაგრამ ისინი პარტიულ სიაზე ხო არ არის, ისინი არიან ახლა ერთ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთად მიდიან და სადაც ერთს უფრო კარგი პოზიციები აქვს ის დააყენებს თავის წარმომადგენლებს სადაც მეორეს მეორე ხო ეს არ არის პოლიტიკური კოალიცია ანუ მათი არგუმენტებით გესაუბრებით იმედია თქვენ მაინც გამიგებთ იმიტომ რომ ზოგჯერ გონიათ ხოლმე რომ რაღაცა ჩემს პირად მოსაზრებებს ვახავთ ხო აი როგორც რაღაც არსებობს ხო გამონათქვამები რომელსაც აზრი არ აქვს ისეთი როგორიც არის მშრალი წვიმა მაგალითად ხო აი ახლა ეს ორი პოლიტიკური პარტია რომელიც ამდენად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ეხლა შეერთდნენ და შეერთდნენ ივანიშვილის სახელით. ეს პირდაპირ უკვე უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმის გაправება არ არის ქართული ხალხის ინტერესი. პირიქით, არნახული გამარჯვება მოიპოვა ამ ხალხმა სწორედ იმ სტრატეგიით, რომელსაც ეხლა მივდეთ ჩვენ ყველანი. ეს არის არაღიარება, არაკოლაბორაციონიზმი,
ივანიშვილთან ეს არის დასავლეთის დარწმუნება იმაში რომ არავითარ შემთხვევაში ამ რეჟიმს არ აქვს აგერ ლევან სამუშია ამბობდა და ის ამბობს რომ აი ბოიკოტში ვერანაირ ასე ვთქვათ პერსპექტივას ვერ ხედავს და ერთი სიტყვით რომ უმოქმედობას უწოდებს რატომ ვერ დაარწმუნეთ ბატონო გზარავი ან რა მოქმედებას გეგმავთ როგორ შეიძლება ვიღაცის დარწმუნება რომელსაც არ ჯერა ევროპარლამენტის რეზოლუციების არ ჯერა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების რომელსაც არ ჯერა იმის რაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა თქვა რომ ივანიშვილმა უბრალოდ არ მიიღო გზავნილი ტრამპისაგან მარკო რუბიოსაგან როგორ შეიძლება დაარწმუნო ეს ადამიანები რომელთაც არანაირი საფუძველი არ აქვს ახლა იმისა ლაპარაკობენ რაღაც ბრძოლაზე რაღაც ბიგბორზე დღეს საერთოდ გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ რომ აი ბრიუსელშია თურმე ყველაზე ეფექტური ბრძოლა ამბობს გახარია ხოლო აქაურ ანუ ის ამბობს რომ მზად ვარ რომ მოცნებას არ ჩავბარდე თუ აქ ვარ ეფექტური აქ ვიბრძოლებს ანუ მზად ყოფნას გამოთქვას რომ ციხეში არ წავიდე ამბობს ის მე აქამდე გამიგია გამონათქვამები რომ მზად ვარ გავწირო ჩემი თავისუფლება წავიდე თუნდაც ციხეში და ჩამოვიდე და პირისპირ დაუდგე თუნდაც აი ამ დრაკონულ მართლმსაჯულებას ეს ყველაფერი გამიგია მაგრამ არ გამიგია ნამდვილად ადამიანი ამბობს რომ მზად ვარ არ ჩავიდე იქ სადაც საფრთხე მემუქრება ოღონდ მოუწოდებდეს ამ მომრჩეველს რომ მივიდეს ამ ვითომძდა დიდგორში სადაც თვითონვე ამბობენ რომ იქნება ცემაც დაპირისპირებაც ანგარიშწორებაც ხოლო თვითონ ბრიუსელიდან დაიწყებს ეფექტურად ამის ბრიუსელში ახლა ყველაზე ეფექტური. ხო, ნუ ეს ახლა ყველა ძალიან კარგად ესმის. მე არ განვიხილავ მათ ტაქტიკას. მე ვამბობ მხოლოდ ერთ რამეს. მთელი ოპოზიცია ქართულ საზოგადოებასთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იყო შეთანხმებული ერთ მაგისტრალურ ხაზზე. ეს არის არაღიარების, არაკოლაბორაციის პოლიტიკა ხელისუფლებასთან. და ახლა უცებ რაღაცა დროს გადაწყვიტა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ რომ იცით ივანიშვილის თამაში მონაწილეობა თურმე არის საუკეთესო გამოსავალი და ყველაზე ეფექტური გზა. მე არ მომწყინდება იმის გახსენება რაც მოხდა 2003 წელს, როდესაც ახალმა მემარჯვენეებმა უღალატეს ხალხის ინტერესებს, შევიდნენ შევარდნაძის რეჟიმის გასაყრავებლად იმ არჩევნებში და მას შემდეგ ეს პოლიტიკური პარტია აღარ არსებობს და ყველა იგივე ბედს გაიზიარებს, ვინც გადაწყვეტს იმას რომ უღალატოს ქართული ხალხის ასეთ თავგანწირვას უღალატოს იმ პოლიტიკურ პატიმრებს, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან მართლსინდისის პატიმრები და იტანჯებიან ციხეებში. უღალატოს თავის კოლეგა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომელთაც ეუბნებოდნენ, რომ ყველანი ერთად ვიბრძოლებთ ამისათვის და შევიდნენ რაღაცა ფსევდო ომში, სადაც თვითონ მონაწილეობაც კი არ უნდათ. უნდათ რომ სადღაც ბრიუსელიდან სადღაციდან წყნარად დააკვირდნენ ამ მონაწილეობა როგორ არ უნდა უბრალოდ ხედავს რომ ციხეში გამომწყდების საფრთხე ემუქრება გახარიას თანაც სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავებით არა რამდენიმე თვით არამედ რამდენიმე წელი ცხოვრება ციხეში იჯდა ლეხ ვალენსა ციხეში იჯდა არ ვიცი ნელსონ მანდელა ციხეში იჯდა ზვიად გამსახურდია ციხეში იჯდა მერაბ კოსტავა დღეს აი ახლა გახარიამ ამ ახალმა იმან რა ქვია ლიდერმა გამოგვიცხადა რომ თურმე ზვიად გამსახურდიას მერაბ კოსტავაც იყვნენ რაღაცა შიშარა ხალხი რომლებიც შედიოდნენ ამ ციხეებში წირავდნენ თავიანთ თავისუფლებას იგივე თქვა თავის კოლეგებზე ნიკა მელიაზე ნიკა გვარამიაზე და თქვა რომ იცი არსებობს რაღაცა ახალი ტაქტიკები როცა დისტანციურად მართავს იმ პროცესებს, სადაც ხალხს ოღონდ თავი უნდა გაუტყდეს იმ საარჩევნო უბანთან. აი ეს არის ახლა მე არც მინდა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ნაბიჯი არის უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა. პირდაპირ გეტყვით, თქვენი შეკითხვის პასუხს, ამ უმძიმესმა პოლიტიკურმა პარტიამ ნაბიჯმა რახან იყო 4 დიდი პოლიტიკური პარტია და აქედან ორი დაიწყო მოძრაობა აქეთკენ დააზიანა მთლიანად ოპოზიციური ერთობა, მაგრამ ამასთანავე უნდა ვთქვათ, რომ გაჩნდა სხვა ქართული საზოგადოების სხვა დიდი წარმომადგენლობა. ეს არის იმ 8 პარტიისაგან შექმნილი პოლიტიკური ბლოკი. ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გამოხატავენ უკვე მკაფიო პოლიტიკურ პოზიციას. დღეს მაგალითად უნივერსიტეტის ლექტორებმა, პედაგოგებმა, ზოგადად სკოლების პედაგოგებმა გამოთქვეს ეს თავიანთი აზრი და
ეს არის ზვავი, რომელიც აუცილებლად მოიტანს ხელშესახებ არის ეს საკმარისი იმისათვის, რომ ანუ საპროტესტო მუხტი იმდენად გაძლიერდეს, რომ მაგალითად სექტემბერში, აი როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობდა, დეკემბრის მსგავსი მოვლენები და წინააღმდეგობა განმეორდეს, რაც ზოგადად აი 4 ოქტომბრის არჩევნებს საერთოდ დააყენებს, ასე ვთქვი, კითხვის ნიშნის ქვეშ. იმიტომ რომ როდესაც პოლიტიკურ ინსტრუმენტებს ხელისუფლება სპობს, როდესაც არ არსებობს არჩევნები, არ არსებობს არაფერი, აი ნახეთ ხო, კაც შეუვარდნენ თავის საკანში და ცემეს და ეხლა ამბობენ რომ პატიმრებს შორის გაუგებრობა მოხდაო. ჩვენ ვიცით ეს რა ხელისუფლება არის, რა არის მისი არქიტექტურა. ჩვენ ვიცით ავგან მუხტარლის როგორ ჩამოაცვეს თავზე ტომარა და როგორ გაიტაცეს ადამიანი და წაიყვანეს სხვაგან. ჩვენ ვიცით მანამდე ციხეში ანგარიშწორებების შესახებ. ჩვენ ვიცით როგორ ხვდებიან სახლის კარებთან პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკური ანგარიშწორების მიზნით. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, როცა აი ეს ინსტრუმენტები ქრება, ხელისუფლებას ერთადერთი გზა აქვს. გამოაცხადოს სუვერენული დემოკრატია, როგორც პუტინმა გამოაცხადა რუსეთში და სცადოს რომ დათრგუნოს თლიანად პოლიტიკური ოპონენტების ნება, რაღაც ადამიანების ნება, რომლებიც აქტიურად არიან პროცესებში ჩართული, მაგრამ როდესაც ხალხი ხედავს, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის ძალიან მძიმე არის ბრძოლა და აქ ერევა უკვე პოლიტიკური ანგარიშწორების ნიშნები ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ხალხი ამას ხედავს და ხალხია მთავარი სუვერენი სხვათა შორის, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისაც ხალხისგანა აქვს ყველას მანდატი, მაშინ სწორედ ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, გამოვიდეს ქუჩებში და დაიცვას თავისი მთავარი საკონსტიტუციო უფლება, ლამის სიცოცხლის უფლების მსგავსი უფლება. აი მოლოდის რა გიქმნით, რომ სწორედ სექტემბერში გამოვა ხალხი წინა საარჩევნო ქუჩაში და აი არ ჩაატარებინებს არჩევნებს ქართულ ოცნებას. იცით რა, ჩვენ ხო ხედავთ საიტკენიდის ყველაფერი. რის საფუძველზე ამბობთ ამას? ჩვენ ხო ვიცით რა არის. რა უნდა ქართულ საზოგადოებას? ქართულ საზოგადოებას უნდა აიათოლების ირანი, უნდა რუსული ჭაობი, უნდა ჩინეთი, თუ უნდა ევროპული განვითარება, უნდა საფრანგეთი, იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, უნდა ის ადგილები, სადაც ქართული კულტურის ყველაზე დიდი კერები იყო სხვათა შორის და პირველი ქართული წიგნი და პირველი ქართული ლოცვანი სწორედ რომში, იტალიაში არის დაბეჭდილი, ხო? აი ეს არის ის დიდი არჩევანი და ჩვენ გამოკითხვების შედეგებითაც ხო ვიცით, რომ 80% ქართველების არის აი ამ ევროპული განვითარების მომხრე. როდესაც ასე დგება საკითხი, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაზეა უკვე საუბარი, ეს საფრთხე სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. როდესაც ხედავთ ველურ ანგარიშწორებას, თავისთავად მოხდება და არა იმ რვა ოპოზიციური პარტიის ძალისხმევით. თავისთავად არაფერი არ ხდება. ყოველდღიურ სამუშაოს ატარებთ ამ მომრჩეველთან, ხო? შესაძლებელია აი ეს მათგანი მიღებული ეს განწყობები გაძლევს საფუძველს, რომ აი სექტემბერში დადგება ის კულმინაციური მომენტი. როდესაც თბილისში არ ვარ, აუცილებლად ვარ რეგიონებში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ხო, ვიყავით კახეთში, ვიყავით ბათუმში, ვიყავით ოზურგეთში, ვიყავით ზუგდიდში. უამრავ ქალაქში არის ეს შეხვედრები. ეს განწყობა პირიქით რო ჩახვიდე ნეიტრალური განწყობის ადამიანი, იქიდან დაბრუნდები რადიკალურად განწყობილი ამ ხელისუფლების მიმართ. იმდენად დიდია ბრაზი, რომელიც ხალხში არსებობს. და ნახეთ, კიდევ ერთი ამბავი. რას უყურებს ხალხი? ხო, ეხლა რა გარჩევებიც არის ქართული ოცნების კარზე. პირდაპირ თოფებს ესვრიან ერთმანეთს, თვითმკვლელობას აიძულებენ ერთმანეთს, გუშინდელი პოლიტიკური თანამძრახველები, მეგობრები. ეს ხო ერთი და ორი შემთხვევა უკვე აღარ არის. ქალაქში ყველა ლაპარაკობს იმაზე, რამდენი მოთხოვეს ერთ პოლიტიკურ ლიდერს, როგორი ანგარიშწორება იმ გუნდის მიმართ, ამ ლილუაშვილის და ღარიბაშვილის გუნდის მიმართ, როგორ ხსნიან მათ თანამდებობიდან და ატერორებენ. რა ხდება? ხო, დაახლოებით 300 ოჯახი ახლა იყოფს 3 მილიონისთვის წართმეულ ქონებას. სრულიად ფანტასმაგორიული რიცხვები გვესმის, ხო? 100 მილიონს თხოვენ იმას, 200 მილიონს თხოვენ იმას და 3 მილიონი ადამიანი და კიდევ უფრო მეტი, რომელიც არის გაღარიბებული, რომელთაგან 80,000 ბავშვი მშიერი იძინებს, ხო? აი ეს მთელი ქართული საზოგადოება ეხლა აკვირდება,
ამ მართლა უტიფლების, ამ გაუმაძღრების რაღაცა ხორუმს, რომელიც არის შექმნილი ამ ფულის გარშემო. ხომ ხედავენ, ანუ თქვენ თქვით რომ უკვე დაზიანდაო, ხო, პოლიტიკური პროცესი, მაშინ როდესაც ორმა პოლიტიკურმა კოალიციამ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ლოგიკურად, რაც უფრო გავადრო და არჩევნების თარიღი მოახლოვდება, ეს ურთიერთდაზიანების ხარისხი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. თქვენ აქეთ ბოიკოტში მყოფები მოუწოდებთ ამ მომრჩეველს, რომ არავითარ შემთხვევაში არჩევნებზე არ მისცეს ხმა და შესაბამისად ამ მომრჩეველი ოპოზიციურ პარტიებსაც გამოაკლდება და ისინი ასევე ამ მომრჩეველის დარწმუნებით, რომ ბოიკოტი არის უმოქმედობა, დააზიანებენ ასევე ბოიკოტს. ვერავის ვერ დააზიანებენ საბოლოოდ. იმიტომ რომ ისინი გადაუდგნენ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ გადაუდგნენ ხალხს, რომელიც ამდენი დღის განმავლობაში ხან წვიმაში, ხან სიცხეში, ხან დუბინკების ქვეშ, ხან ციხეში დაჭერის წინაშე ხო, აი განან და იბრძვიან. ხაზარაძეს დღესაც იმედი აქვს მოგიწოდებთ რომ შემოგვიერთეთ ამ ბრძოლაში ჩვენ გვჯერა ქართული ხალხის გამარჯვების ერთად ბრძოლით ეს გარდაუვალიაო. რუსულ სპეცოპერაციაში იღებენ მონაწილეობას. მართლა მაზოხისტები ხო არა ვართ, ხო? ხო ნახეთ ერთხელ ეს არჩევნები გაყავდა, კიდე გაყავდა 2024 წელს თქვენ გვეკითხებოდით სხვათა შორის გააქვთ მერკეტები რომ დაიცვათ ხალხის ნება. ხო და ყველანი საუბრობდით რომ აი ვცდილობთ ამის გაკეთება და ნახეთ ყველაზე უფრო სასტიკი სპეცოპერაცია რაც კი შეიძლება პირდაპირ პირველად მთელ აი პოსტსაბჭოთა ისტორიაში 1000 გაყალბებული არჩევნები ყოფილა აქ ფურცელზე იყო დაღები მიეცი თუ არა ხმა შენ ქართულ ოცნებას პირდაპირ დაღი გამოჟონილი მელანი ნიშნავდა იმას რომ მიეცი შენ ხმა ამიტომ ეხლა მართლა მაზოხისტები ხო არა ვართ ხო რაღაცა შახსეი ვახსეის სექტად გადაიქცა ეს ორი პოლიტიკური პარტია, რომლებიც ირტყამენ ხოლმე ჯაჭვებს იმაში, რა ვქია. აი ათო ხო თვითგვემის ჯაჭვებს. ეხლა კიდე უნდა გავიდე, უნდა შეალეწონ ამდენი ადამიანი სრულიად უღირს ბრძოლას, რომელსაც არავითარი შედეგი არ მოყვება და ერთ რამესაც დააკვირდით. მათი წარმომადგენლები როცა ლაპარაკობენ ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა არის გამარჯვება? ისინი ამბობენ, აი ერთი მუნიციპალიტეტი რო გამოგლიჯოთო იმ ხელისუფლებას, ეს არ არისო გამარჯვებაო, არ არის გამარჯვება. არ არის არც ერთი და არც ხუთი, ჯერთი ასეც არ მოხდება, მაგრამ ეს არ არის გამარჯვება. ნუ დაკავთ ისინი ამბობენ, რომ თბილისი შეგვიძლია წავართოთ ხელისუფლებას და თბილისს ყავდეს ოპოზიციონერი. მერი რაც ნიშნავდა, შეარყევდა ქართული ოცნების პოზიციებს. ახლა ამაში არის ლოგიკა. იაგოს კვლევაში ლელომ მას შემდეგ რაც გამოაცხადა ამ ოდიოზური გადაწყვეტილების შესახებ, ლელოს რეიტინგი დაეცა 5%. ისინი ახლა 4%-ით ფლობელები არიან. ხო, მაგრამ როგორ შეიძლება 4% და იგივე ოდნავ მეტი არის გახარიას პროცენტი, ხო, როგორ შეიძლება მათ არ ესმოდეს ჭკვიან ადამიანებს ხშირ შემთხვევაში არ ესმოდეთ რომ უბრალოდ შეუძლებელი არის გამარჯვება. აქ მარტო მორალური საკითხი არ დგას, დგას კიდევ პრაგმატული საკითხი, თუმცა ეხლა არის ის ვითარება, როცა მორალი და პრაგმატულობა ორივე ერთად არის. მორალი და პრაგმატულობა ჩვენ ყველას მოგვიწოდებს რომ როგორც ცნობილი გეცოდინებათ თქვენ მურმან ლებანიძის ლექსია ნუ ჩაუჯდები ხელმწიფეს ნავში. ეხლა ისინი შულერს უჯდებიან ნავში. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ თბილისის ვაგზლებში იყო ხოლმე გამოტანილი რაღაცა შულერები ბურთებით აგორავებდნენ იმას რაღაც ფინჯანებით და იქ გამარჯვებული გინახავთ ვინმე? და ახლა როცა ყველამ დაინახა რომ ეს არის გამყალბებელი, როცა ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც ევროპა, როდესაც ყველა ჩვენი მოკავშირე ამბობს რომ ეს კაცი არის გამყალბებელი და ეს არის ანტიცივილიზაციური მოვლენა საერთოდ, რომელსაც შეუძლია ასე გაუსწოროს ანგარიში თვით თავის მომხრეებსაც კი, რატომღა უნდა დაუჯდეთ ამ შულერს? მართლა ხო არ შეიძლება რომ წარმოჩნდეთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე როგორც ადამიანები, რომლებსაც ვერ გამოიტანეს ვერანაირი დასკვნები წარსულისაგან. ამიტომ სრულიად ცხადი არის ახლა ვითარება, ეს ხელისუფლება საქართველოს ევროპის გზაზე ვეღარ წაიყვანს, იქნება ქართული ოცნება, არ იქნება ევროპული მიმართულება და არის ჩვენი ხალხის წინაშეც უდიდესი
დილემა ასევე. ეხლა მიმდინარეობს ქართული ოცნების მხრიდან ჩვენზე დაწოლა იმისათვის, რომ გავტყდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არ გავტყდებით ჩვენ, გატყდება ხელისუფლება და ამ პირობებში ნებისმიერი თანამშრომლობა ასეთ ხელისუფლებასთან არის ქართველი ხალხის ნების ინტერესების და ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატი. მადლობა, ნუგზარ ციკლაურს უსმენდით. კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი იყო დღევანდელი გადაცემის ბოლო სტუმარი, სულ ეს არის ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაბრუნდება პარასკევს. მე ხვალამდე დაგემშვიდობებით, ხვალაც შევხვდებით ამ ეთერში ერთმანეთს 13 საათზე გადაცემაში საქმე.